ბიჭო, რაღაცნაირი აზრი მომივიდა. ონდუდულებსთან კავშირში არ არის. ის არ ქვია. შეგვიძლია პირობითად ავარქვათ, რომ მე მომწონს ეგ აზრი, რომ ვიბაზროთ განსხვავებულ აზრს. დავიღოთ რომელიმე სიტყვა, სულ ერთია, გინდა წარმატება, გინდა სიყვარული, გინდა ზრუნვა და გავშალოთ. ანუ ორი ცნობიერება როგორ შეიძლება უყურებდეს ერთ და იგივეს და ხედავდეს სხვადასხვა რაღაცს. დავაი. რას ფიქრობ? просто სიტყვა ვირჩიოთ გზაში რამე. კი, მნიშვნელობები. კაცმანის აზრი და ბურჟუას აზრი. რა სიტყვა? და მე ან შევთანხმდებით ან არა. ოღონდ მერსიში არ ვიყოთ რომ შევთანხმდებით. შეიძლება ვერ შევთანხმდებით. ხო, მაგას რა. მაგრამ გამიხილ. ვაფშე არ გჭირდება შეთანხმება ორი სხვადასხვა. შეიძლება გჭირდება და შეიძლება არ გჭირდებოდეს, მაგრამ აქ მე ვგონი არ გჭირდება. ხო. თუ დაგჭირდება და აგერ შენ და აგერ. აგერ. ჩართავ? ჩართულია? ყველაფერი, ახლა. აი. ეს რა ჯობია. ხო და რომელი სიტყვა ვარჩიოთ? დღეს რაზე ველაპარაკოთ? ვაფშე საერთოდ მე მგონია რომ ერთი აზრი მაქვს, მინდა გაგიზიარო. სულ ჯამში არის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა. 100 კოდი. აი სიტყვას უბრალოდ კოდად რო შეხედავ. და კოდია რა. ოღონდ ჩვენ არ ვექცევით როგორც კოდებს. ამას სიტყვაზე მომენტ რო ვიყოთ შეთანხმებულები. გინდა წყვილში, გინდა კომპანიაში, გინდა ქვეყანაში, და საერთოდ კაცობრიობას რო ვიყოთ შეთანხმებულები ამას სიტყვაზე, არც ერთი ომი არ იარსებდა. მე არ ვიცი, არ გამიგია ეგას, ეგ ამბავი. ბაზარი არა, მაგრამ 100 სიტყვა არის 100 საჭიროება ადამიანის, რაც არის ზოგადად მეტი არ არის. ანუ რეალურად რომ დაფიქრდე, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები არის, აი ჩამოთვალოთ სიტყვაზე, ну რაც უნივერსალურ საჭიროებებს შეეხება. სიყვარული, ზრუნვა, ხარდაჭერა, გვერდში დგომა, წვლილი შეტანა, დაფასება, ასეთ რაღაცას გულისხმობ რა. ანუ ასეთ სიტყვებს გულისხმობ, მათ შორის წარმატებას. ხო და აი ესეთი 100 სიტყვა არის ჩემ 100, ну ხა პირობითად შეიძლება 80-ია, შეიძლება 90 არ დამიტყვია. 99 ღორები ხო არა. ხო, კაი 99. ხო და ესეთი აზრით გამოვდივარ, რომ ზოგადად ესეთ რაღაცაზე შეთანხმებაც კი არ იყოს. ერთმანეთი რო ყავდეს მოსმენილი წესიერად ამ სიტყვებში, თუნდაც განსხვავება რო დავინახოთ ერთმანეთის. იმ განსხვავებას შეიძლება არც არაფერი არ უქნათ. უბრალოდ მივცეს საშუალება რომ იყოს ეს განსხვავება. ან თქვათ გინდა დავტოვოთ ეს განსხვავება თუ გინდა რომ დავახლოვოთ ერთმანეთს. შეიძლება დავახლოვოთ და შეიძლება საერთო განმარტებად შევქნათ სიტყვის, ან არ შევქნათ. არ გინდა ეგეთი რაღაცა თემა განვიხილოთ დღეს რომელიმე. კი, მინდა. თან, ანუ საინტერესო არის თემა. თან რო გარდა იმისა, რომ საინტერესო თემას განვიხილავთ, ანუ რაღაც მსმენელს რაღაც სარგებელი ხომ, ანუ რაღაც სარგებელს მივცემთ ამ საუბრით, თუ ეგ დიდად ჩვენს ინტერესებში არ შედის. კაი კითხვა. ხო, ანუ ორივე ვარიანტია, შეგვიძლია რომ დავკონცენტრირდეთ სარგებელზე, ან შეგვიძლია საინტერესო საუბარი და ვინც რა სარგებელს წაიღებს. შენ როგორ გირჩევი დღეს? იცი რა არ ვიცი. აი? არ ვიცი პასუხი. არ ვიცი. ცადოთ. უთხრათ მაყურებელს, რომ მე რაღაცნაირად გაგვიზიაროს სარგებელი მიიღო ან მიიღო, წაიღო არ წაიღო, წაღებადი იყო არ იყო, საერთოდ სარგებელი თუ იყო. ხო, და სარგებელი რა არის? უი რა კაი. სარგებელი. რა კაი სიტყვა წამოიღე. შენ როგორ გესმის სარგებელი? სარგებელის შინაარსზე მეტად ბოლო დროს რასაც უყურებ, ხო, რომ რა არის ჩემთვის სასარგებლო და რას ვაკვირდები ხოლმე, რომ ანუ რაღაცა რაც ამარტივებს ყოფიერებას, მოდი ესე ვთქვათ, რა რაღაც უფრო მსუბუქს ხდის, ნაკლებად სტრესულად აღვიქვავ, ნაკლებად მეშინია, ნაკლებად განვიცდი, ნაკლებად რაღაცა რაღაც და იმას იწვევს რა, ანუ ეს შფოთს თუ აღელვებას ასე შემდეგ, აი რაღაც სიმშვიდესკენ მივყავარ და სიხარულისკენ მივყავარ, ეგ ვფიქრობ კარგი არის და მინდა ხოლმე რომ სხვებსაც იგივე სარგებელი მოუტანო თუ რაღაც ეგეთი რა, ანუ ვფიქრობ რომ ეგ კარგი არის. სარგებელი შეიძლება ბევრნაირი იყოს, ახლა ეგ
მატერიალურიც შეიძლება იყოს, ემოციურიც შეიძლება იყოს, სულიერიც შეიძლება იყოს და ამ ყველაფრის უკანა ზუსტად ეგ საჭიროებები დგას. ხო, ანუ სარგებელი რა არის? სარგებელი არის, როცა რაღაც საჭიროება მაქვს და იმას ვიკმაყოფილებ, ამას აღიქვავს ადამიანი ხო სარგებლოდ. ეხლა დავფიქრდი ჩემთვის, ჩემს სამყაროში მე რას ვეძახი სასარგებლოს ჩემთვის. ხო, მაინც ვიტყვი, რომ სპონტანური თემაა. შეთანხმებულები არა ვართ. ეხლა შემოაგდო. სარგებელი რა არისო და ისა ჩამიდო აქ. სპონტანური პოდკასტი. სპონტანური პოდკასტი. მიბატო. ეხლა დავფიქრდი, რომ სასარგებლო არის ყველაფერი ჩემთვის, რისგანაც შეიძლება გავიზარდო. რაღაც ესე ამომიტივდივდა ეხლა, რომ თითქოს ახლა მეტაფორა მომდის იცი თავში, რომ დავფიქრდი, რომ სასარგებლო არის მაგალითად საჭმელი, რომლისგანაც იზრდება ჩემი, ან მყარდება ჩემი ჯანმრთელობა. და არ არის სასარგებლო ჩემთვის ის, რომ შეიძლება ეხლა ნახე რა საინტერესო რაღაც წამომივიდა, შეიძლება მესიამოვნოს, ანუ გემოს თვისებების ან რაღაც სხვა რაღაცების გამო, ბავშვობის გემო იყოს და ბავშვობის ემოციები წამოიღოს. ან შეიძლება გემოთი მესიამოვნოს, ну ზოგადად ყოველთვის სიამოვნებაზე რომ ხსნე, რატომაც შაქარი მომდის თავში რა, სხვა რამე რა მარილიანი არ მომდის თავში სიამოვნებას და რა ვქნა. ტკბილი ადამიანი ხარ და გიყვარს რა. კი. ხო და ალბათ სადღაც ესე. გვინდა სარგებელზე დავრჩეთ თუ რომელიმე სხვა ვირჩიოთ. ნუ უბრალოდ გავხურდით. მოდი ესე ვთქვათ რა, გავხურდით თემა არის? ხო, მე მგონი გავხურდით. ან ჯერ ესე ბოლომდე არ დამშვიდებულ ვარ. კაი ბატონო. მაშინ რა გირჩენია დღეს რა რომელი სიტყვა არის შენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი? თავის მნიშვნელოვნება ცოტა ხანი რო გადადოდა. თვითონ სიტყვა რომელი არის შენთვის მნიშვნელოვანი? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა თავისუფლებაა. ოკეი. გინდა თავისუფლებაზე გავკეთო? შეგვიძლია. რა არის თავისუფლება ყველას? მოდი, ერთ რამე შემოგთავაზებ. მოდი ცოტა ხანი თითქოს სიტყვა ვისწავლეთ დღეს. აი ესე რომ შევხედოთ, რომ ყველაფერი რაც აქამდე ვიცით თავისუფლებაზე, ცოტა ხანი რო გადავდოთ და რაღაცნაირად განსხვავებულ აზრშიც ხომ შვენება ის არის, რომ ეგება და ამ აზრში რაღაცა მომწონს. ეგება რაღაცა მეხმიანება, ხო? ანუ და საერთოდ მე მგონია, რომ დღეს ყველაზე მეტად რაც გვიჭირს აჩქარებას უკავშირებ ამას, შეხოთაშორის ცხოვრების აჩქარებას უკავშირებ რა. იმიტომ რომ ტელეფონმა, მედიამ, ყველაფერმა აჩქარა ცხოვრება. აი სკროლის მეტაფორა, ჩვენ მე მგონი სკროლავთ, აღარ ვცხოვრობთ. ხო, ცხოვრება ისკროლება. შეიძლება ხშირი თქვა და გავსკროლე რაღაცა. დიდზე წავედი. როგორ მეტი ცხოვრება და რა ვისკროლება. ისკროლება. და რაღაც მაგარი მეტაფორაა, რომ ცხოვრება ისკროლება რა. ისა, მაგრამ ხო და რას მომიცი, ეს სკროლა არ უწყობს ხელს დაფიქრებას. მაგის დრო არ არის. გავანება თავი ამის სურვილი თუ ცნობიერება არის თუ არ არის. მე მგონი დროც არ არის. რას ფიქრობ? ხო, ცი რა არის ძალიან მიტაცებულია ჩვენი ყურადღება გამაღიზიანებლებისკენ რა. ანუ აქცეულია რა ეს და ეს გადაიქცა ახლა მაგ გამაღიზიანებლად რა, რომელშიც გავარდნილი არის ყურადღება რა, იმიტომ რომ როგორც კი ვადუნებთ ყურადღებას, აქ დასალაგებელია თავში რაღაცეები. შენ ყურადღებას რა იტაცებს ყველაზე მეტად? ბოლო პერიოდში სულიერების საკითხი იტაცებს ყველაზე მეტად, მედიტაციის საკითხი, რაობის საკითხი, მე ვაფშე ვინა ვარ, მაგის საკითხი იტაცებს ყველაზე მეტად. ბოლო პერიოდში. ადრე ბიზნესი მაინტერესებდა. ანუ ბიზნესი დღეს აღარ გაინტერესებს თუ ნაკლებად გაინტერესებს თუ შედარებით ადარებ შენ თავს წარსულში თუ რას გულისხმობ? ადრე მინდოდა რომ წარმატებისთვის მიმეღწია ფინანსური, მატერიალური სტატუსი მქონოდა ხალხს და ენახა რომ რაღაც კარგს ვაკეთებ და ამაზე რაღაც ტაში დაეკრათ. ეს მაინტერესებდა, მინდოდა რაღაც განსხვავებული ორიგინალური შემექმნა, რაღაც ისეთი რაც არ არსებობს, აი ეს შემოქმედება რაღაც ახლის მაინტერესებდა.
ოღონდ ამისგან მინდოდა რომ სხვებსაც დაენახათ ეს ხო და დაეფასებინათ და ასევე მინდოდა რომ ჩემ თავთან თითქოს ეს წაყენებული მქონდა ეს ამოცანა დავალება რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა შემქნათ რომ ისე ანუ რა არის ჩემი ფასი ვინ ვარ ანუ საერთოდ ხო აი რაღაცნაირად ამას ვეჭიდებოდი და ეხლა ეს რაღაცები იმდენად აღარ მაინტერესებს ადრე მაინტერესებდა სერიოზულად და ეხლა არ მაქვს ძალიან კარგია ეგ მე არაფერს ცუდს არ ხედავ ამაში ეხლა ხედავ სხვა ადამიანებს რომ აინტერესებთ ეს და მე მიხარია რომ იმათ ვეხმარები რომ მიაღწიონ ამ წარმატებას ბიზნესში მატერიალურს და ისეცაც რა აღიარებითაც რა და ეხლა უფრო აი ეს ამბავი მაინტერესებს როგორ შეიძლება რომ როცა ადამიანს რაღაც საჭიროებები აქვს და მაგითკენ მოქმედებებს აკეთებს და იქითკენ მიილტვის როგორ შეიძლება რომ რაღაცებმა ხელი არ შეუშალონ ამაში ან როგორ შეიძლება რომ ის რაღაცები მოხსნათ რომელიც ხელს უშლის რომ ამ ადამიანმა დაინახოს მოძრაობა თავისი მიზნისკენ, იმიტომ რომ სანამ რაღაცა უნდა ადამიანს ეს ოცნება და გაჭედილი ასე ვთქვათ რა, ანუ აი უნდა და ვერ აკეთებს და გაჭედილი არის სურვილად ხდება, ანუ დაუკმაყოფილებელი საჭიროება ფორმირდება რა იქიდან. ეს რომ ვერ მოქმედებს არის ესე გაყინული სურვილი აქვს, ვერ მოქმედებს სურვილი არ ქრება ჯერ კიდე არის. და აქვს ეს ნაპრალი რა, ანუ განსხვავება სად ვარ, ანუ რა მაქვს და რა მინდა რომ მქონდეს ამას შორის და ამაში იტანჯება ადამიანი. მე ვფიქრობ, ჩემი ამ ბოლო დროინდელი კვლევებით არის რომ ჩემი აზრით ადამიანის უბედურება მოდის დაუკმაყოფილებელი საჭიროებებიდან. ეხლა ვცდილობ სხვას დავეხმარო მაგაში რომ კარგად იყვნენ. რომ ეს დაშორება შეამცინონ. მაგრამ მარტო უბედურება ხო არ არის мотиваციაც არის, ანუ შენ რაღაცა დაუკმაყოფილებელი რო გაქვს, გიჩნდება იმპულსი, რომ დაიკმაყოფილო. ამ თავისებურად ხო სამოტივაციო სქემის ნაწილიც არის, ანუ გასაგებია რომ ერთის ხრივ რო აფასებ დანაკლისის განცდა გაქვს, რავი დანაკლისი გაქვს მაგალითად აღიარებაში ან დანაკლისი გაქვს ფულში ან დანაკლისი გაქვს ურთიერთობაში, ღიაობა არ არის ან საკმარისი სიახლოვე არ არის ან ხო მილიონაირი დანაკლისი შეიძლება იყოს. მაგრამ ამავე დროს ამ დანაკლისში არის мотиваციაც, ხო? ანუ მე რო დანაკლისს არ ვგრძნობდე, შეიძლება ტრაკი არ გავანძლიო. ანუ თეორიულად რო შეხედო შეიძლება მაგ საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის განცდას კონდეს მედლის ორი მხარე. ანუ მხარე რომელიც გოტანჯავს და ცალსახად ეგრე არის, იმიტომ რაღაცა რომ მაკლია მე ჩემი ყურადღება არის დანაკლისში, მოდი ესე ვთქვა და თუ დანაკლისში არის ჩემი ყურადღება, ესე იგი მტკივა. მტკივა ისო მაკლია. კი. ხო, ესე. ანუ არანაირი განცდა იმისი, რომ ან სისავსე არის, ან მაგლიერება მაქვს იმისი, რაც მაქვს, ან სადაც ვარ, ან რასაც განვიცდი ამ მომენტში, არა მაქვს, იმიტომ რომ დანაკლისი მაქვს. მაგრამ საბოლოო ჯამში ხო მივდივართ იქამდე, რომ ეს დანაკლისი ამავე დროს უზარმაზარი სამოტივაციო სქემის ნაწილია, ხო, რომელიც ჩვენ გვიბიძგებს იმისკენ, რომ მოვიპოვოთ, სხვა საკითხია ის კმაყოფილდება თუ არა. ეგ ცოტა ალბათ მივად მოგვიანებით, მაგრამ რეალურად გვიბიძგებს იმისკენ რომ შევივსოთ ის დანაკლისი. თუმცა აქვე მინდა შეგახსენო, რომ ჩვენ რაღაც თქვით თავისუფლება ცოტა კაი შორს გადაუხვიეთ, მაგრამ შეიძლება აქაც არის ეს თავისუფლების თემა და შეიძლება აქაც გაიშალოს, არ ვიცი. საერთო ინტელიგენცი რას ის. ხო, არა, ხა ამ შემთხვევაში ცოტა ისეთი პოპ-აპის როლი შევასრულე, რომ მე მგონი თავისუფლებას დავიწყეთ ლაპარაკი და სადღაც ვართ. თავისუფლების დედაწოდი. სადაც ვარ. მივალთ ალბათ, ვერ გავაქცევით თავისუფლებას. ოკეი. აი, მოდი დუალიზმზე ვილაპარაკოთ, ჯერ თავისუფლების არა, უფრო სწორედ დანაკლისის და мотиваციის და დროს საჭიროება არ არის დაკმაყოფილებული. ხო. კი, აბსოლუტურად ეგ არის, ანუ მე როგორ ხედავ გეტყვი რა, ანუ საჭიროებები ეს ის ჩადებული არის აქ რა, ანუ ის რომ უნდა ვჭამო საჭმელი მაგალითად საბაზისოთი დავიწყოთ რა, ანუ ის რომ უნდა ჩავდო საჭმელი, ეგ საჭიროება ჩადებული არის რა, ანუ სხეულში რა. უნდა ვიშოვო საჭმელი. ის რომ უნდა მინდა რომ მშვიდად ვიყო, უსაფრთხოდ ვიყო და ვიღაცა არ მესროდეს და ასე შემდეგ, ანუ ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ იყოს, ეგეც ჩადებული არის, ხო? ანუ გონების დანიშნულება არის, რომ ეს სხეული დაიცვას რა, რომ ამყოფოს რა კარგად. ისიც რომ სხვებს უყვარდე და ვიღაცა გულში მიკრავდეს და ვამაფასებდეს და პატივს მცემდეს და მითვალისწინებდეს, ეს აინც ჩადებული არის.
ხო და ჩადებულია რომ ამბობ სადაა ჩადებული ბარენდაოზის გონების პროგრამაში ყველას გონების პროგრამაში არავით თუნდაც აი მასლოუს ნაშრომის რომ მოვიშველიოთ ეს საჭიროებების ან თუნდაც რა ვიცი იმის მაქს ნეფი ხო ან თუნდაც ხო რომ მოვიშველიოთ საჭიროებების თეორიები რაც არის რა ანუ ესენი ჩადებულია ანუ ეს საჭიროება რო აქვს ადამიანს აი მაგალითად ავიღოთ კვების საჭიროება ეს ჩადებული არის იმიტომ რომ ეს რო არ არის საჭმელი იწყებს გონება რა შვება გონება რა არის გონების ბუნება ფიქრები არის გონება იწყებს ფიქრების გენერაციას ამ საჭიროებასთან მიმართებაში როგორ მანამდე ხო ხშია ან ფიზიოლოგიურად ხშია ხო ანუ ეხლა არა ანუ თუმცა შეიძლება ფიქრები მაინც მოდიოდეს ფიზიკურად არ ხშიოდეს შეიძლება ემოციურად ხშიოდეს შეიძლება ბევრნაირად ჩვევის დონეზე ანუ ჭამა მიწევს და ანუ მე რა შეიძლება ფიქრს მოყვეს შეგრძნება ან შეგრძნებას მოყვეს ან ფიქრი რომელიც დაიწყება ეგ ეს არის anyway ასეც და ისეც ანუ საჭიროება რო არის ეს მე იწყებს ფიქრების გენერაციას რომ უი მე მჭირდება ეხლა ეს და ან იწყებს ფიქრს რომ უი მე მაქვს საჭიროება და ვაიმე არ შემიძლია დავიკმაყოფილო და იწყება მე ფიქრები ვაიმე მე ცუდად ვიქნები ამის გამო დეპრესიაში მიდის ადამიანი ან უი მე მაქვს საჭიროება და მე ვხედავ ჩემში უნარს ან მოქმედებას, აი ფიქრები მოდის, რომ როგორ დავეკმაყოფილო ეს საჭიროება რა და იწყებს ადამიანი აქეთკენ მოქმედებას. ან მოსდის ფიქრები, როგორ დაეკმაყოფილო საჭიროება, მაგრამ ვერ იწყებს მოქმედებას და იჭედება რა. აბსოლუტურად ხო, საჭიროება განაპირობებს мотивაციას. ან არის შემთხვევები, როცა საჭიროება განაპირობებს დეპრესიას, როცა არ შემიძლია ვიმოქმედო. და თუ მე ვიწყებ მოქმედებას ჩემი საჭიროებისკენ, ანუ ჩემი სურვილისკენ რა გზაში მე უკვე კარგად ვარ, ცუდად ვარ, როცა საჭიროება მაქვს და არ მოქმედებ, ანუ არ მივდივარ იმის დაკმაყოფილებისკენ, ანუ არ ჩემი მოქმედებები არ ემთხვევა, ანუ არ არის სწორებული იმის დაკმაყოფილებისკენ, ხო? კი ბატონო. თუმცა მე მაინც მივდივარ იქეთკენ, რომ შეიძლება, ნუ ადამიანი ციხეში რო არის. ამას ბევრი საჭიროება აქვს შეზღუდული, ხო, ფაქტია. აბსოლუტურად. და მაქედან გამომდინარე ხა დეპრესიისკენ და იმისკენ მიდის თუ რეალურად ეგუება თუ ღებულობს ამ რეალობას და ამ რეალობაში პოულობს რაღაცა საზრის ახალს მოდი ესე ვთქვათ ანუ გასაგებია რომ უკიდურესი ფორმაა მაგრამ ხო არ არის ერთი დღით შეზღუდვა ეს არის შეზღუდვა შეიძლება თვეებით შეიძლება წლებით მე ვფიქრობ ძალიან კაი მაგალითია რა და ბევრჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ ბევრი ადამიანი რომელიც ციხეშია ერთი მხრივ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მეორე მხრივ ძალიან დიდი შესაძლებლობის წინაშე დგას რა. იმიტომ რომ ეს საჭიროებები, სურვილები, ოცნებები, მიზნები, ესენი ხშირად ამოუწურავია რამდენ მილიარდერს მეტი ფული უნდა და განიცდის, რომ საკმარისი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაცა სიაში, Forbes-ის სიაში ჩამორჩა თავის მეგობარს, ან კონკურენტს, ან ვიღაცას რა. იმიტომ რომ საჭიროების საზომი ცვალებადია რაღაც აღწევ, მე მეტი უნდა ეს ეგოს პრინციპია ხო, ანუ სულ მეტი და მეტი უნდა რაღაც. საჭიროებებს მე მაგ ნაწილს უკვე ვეძახი სულიერებას დავარქვათ მოდი რა ანუ როცა ანუ ადამიანი იწყებს გაცნობიერებას საჭიროებების ილუზორულობის დიდი ნაწილის კი გასაგებია შეიძლება საჭმელი გჭირდება მაგრამ სიჩქარე საჭმელს რა ანუ ადამიანს ანუ ხა ეგ თუ არა შეჭამს ადამიანს მოკვდება ხა ეგეთ კეისზე რო ვილაპარაკოთ სადაც ადამიანი სადღაც არის უსაჭმელოდ და მოკვდება აზრი არ აქვს მაგაზე საუბარს მოკვდება მაგრამ აი იქ სადაც მეორე ნაწილი ადამიანს რაც შეუძლია არის ერთი არის რომ საჭიროება და სურვილი მაგ და მე იქითკენ მოძრაობ რომ დავიკმაყოფილო და ეს მაძლევს გზაში ასე ვთქვათ შვებას იმიტომ რომ ქრება დაშორება ჩემს და მდგომარეობასა და სასურველ მდგომარეობას შორის და მეორე ნაწილი ადამიანს რაც გარკვეული ეტაპის შემდეგ უკვე როცა ხვდება ადამიანი რომ ეს დაუკმაყოფილებელია ესე ანუ იზრდება ეს ზღვარი რამდენი მინდა თითოეული საჭიროება რა მან უკვე ადამიანი უნდა დაждდეს და შეხედოს ამ საჭიროებებს და დაფიქრდეს რომ ესენი ნამდვილია ანუ ეს მართლა ეს არის მე რაც მჭირდება და მან უკვე არის აი ეს რა სიზახი ნამდვილს აი ნახე საინტერესო თემაა რომ ხა ყველა საჭიროება რომელიც მანიფესტირებს ფიზიკურად თუ აზრით თუ რაღაცით მანიფესტირებს ის შემთხვევაში რეალურია მე რეალურად განვიცდი მას. ეხლა სხვა საკითხია რომ მართლა ამ მომენტში ეს მჭირდება თუ არ მჭირდება. მან ჩასახედად, კარგად რო ჩახედო, მაგას ალბათ ცოტა მეტი თვითრეფლექსია, მეტი
ცოდნა, ან თუნდაც ყურადღების გავარჯიშება, რომ შიგნით შეიტანო ფოკუსი და გარედან მოხსნა. პირველ რაღაცა ჭირდება, მაგრამ რეალურად ადამიანი რასაც განიცდის, სულ რომ ავტომატურად განიცდიდეს და მე მაგაში ვფიქრობ, რომ მანდ არის ჩვენ შაბლონური აზროვნება, რომ ჩვენ ავტომატურად განვიცდით რეალობას. ანუ მე საერთოდ მაქვს ეგეთი თეორია, რომ ყველაზე დიდი ჩვევა ერთ-ერთ ლექციაზე სადღაც ვიყავი და ვიღაცამ მკითხა, რომ ჩვევებზე ვლაპარაკობდი რა, ჩვევები მართავს ჩვენი ცხოვრების 90%-ს. და ერთ-ერთმა ადამიანმა ვკითხა, ყველაზე დიდი ჩვევა რა არისო ჩვენიო და მე მან პასუხი რომ ჩვევა ვიყო მე. აბსოლუტურად. ანუ მე არის ყველაზე დიდი ჩვევა. ანუ ჩვევების ნაკრები არის სინამდვილეში, მე როგორც მე ვუყურებ, მე არის თვით გამოცხადებული რესპუბლიკა, მე ეგრევე ძახი და სინამდვილეში არის ჩვევების ერთობლიობა, ესეთი კრებული ჩვენი ჩვევების, რომელიც არსებობს და ჩვენ რეალობაზე რეაგირებთ ამ შაბლონების მიხედვით. ანუ ყოველ თითქმის 90% რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში ის მეორდება. ძალიან ცოტა რაღაცა ხდება ახალი. რაც უფრო იზრდები, მით უმეტეს ხვდები, რომ ის გამოცდილებები, ახალი გამოცდილებები უკლებულობს და კლებულობს. ან მეტწილად შაბლონური აზროვნებისკენ მიდრეკილნი ვარ ჩვენ ადამიანები, ჩემი აზრით. ამიტომ აი ეს ხელოვნური თუნდაც Zuckerberg-ს ვაკვირდები, რომ იმას რაღაცა წესი რო აქვს, რომ ყოველ რაღაც კვარტალში თუ აღარ მახსოვს რაში ახალ skills სწავლობს. ეხლა რაღაც ცოტა ხნის წინ Zuckerberg-ის ჰქონდა რაღაც. სერჩ დაფაზე რო იყო დროშით ფოტო. არა. მოკლედ ტიპი ახალ სკილებს სწავლობს პერმანენტულად რა და ჩემთვის ეს არის ცხადი სტრატეგია რომ აქ სკილების სწავლით ტიპი ცდილობს რომ კომფორტის ზონიდან კომფორტის ზონაც რა მაგარი თემაა ამაზე როგორ მინდა კომფორტის ზონიდან გამოვიდეს და რეალურად რაღაცა ახალი ისწავლოს რა იმიტომ რომ ახალი სწავლა სულ ასაკთან ერთად კლებულობს ეგ ჩემი თეორია თუ შენი ცხოვრებაშიც დასტურდება ეგ რომ შაბლონური აზროვნება უფრო და უფრო ფართოვდება ასაკთან ერთად ანუ სულ უფრო და მეტი შაბლონი ჩდება ალბათ ძირითადად კი ბოლო პერიოდში ჩემ თავზე ვერ ვიტყოდი მაგას ბოლო პერიოდში მე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დავსი ბოლო რამდენიმე წელია რა და ანუ ეს ვერ ვიტყვი რომ შაბლონდები ხო ალბათ და წინა პერიოდი უფრო ნაკლებად უფრო შაბლონდებოდი ვიდრე ბოლო დროს. როგორ გონია კითხვის დასმა არ შაბლონდება თავისთავად როგორც მოქმედება? რაღაც ეტაპამდე, მაგრამ ბევრი კითხვა აქვს დასასმელი ადამიანს, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი პასუხი. არა, მე კითხვის დასმის ფასეულობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, ბურჯო. სხვა რამე ვიკითხე. ხო არ გონია რომ კითხვის დასმაც ხდება შაბლონი. ანუ შაბლონდება თვითონ ეგ მოქმედება, რასაც კითხვის დასმა ქვია. და ეგ თუ შაბლონდება, თუ ეგ თეორია რამენაირად ახლოს არის რეალობასთან, ისევ ეს არ მოგობ რომ რეალობაა, ყველაფერს გასასვამებ არის თეორია. და მე ვიკვლევთ ხო. თუ ეს მართლა ახლოს არის რეალობასთან, მაშინ უბრალოდ გზნობელობას ვკარგავთ როგორც კითხვის დასმის წერტილთან, ისე პასუხთანაც. ანუ ის თუ შაბლონდება და საბოლოო ჯამში ანუ რა სადამდე მივიდივარ იცი ბურჯო მე მივიდივარ იქამდე რომ ადამიანმა ნებისმიერი ეგო შეიძლება შექმნას მათ შორის სპირიტუალური ეგოც აბსოლუტურად ტრანსფორმაციული ეგოც მე ფსიქოლოგთან დავდივარ ეგოც მე ხა ვითარდები ეგოც ანუ ეგო არის თვით განვითარებადი მექანიზმი, სადაც უნდა იმყოფებოდეს, სულ ერთია ჯარში ხარ, ტრანსფორმაციაში ხარ, რელიგიაში ხარ თუ სად ხარ, ის ეგო საბოლოო ჯამში ირგებს თავს იმ გარემოზე, სადაც იმყოფები შენ. და მის, მოდი ესე ვთქვათ, საუკეთესო ვერსიისკენ მის სწრაფებას აყალიბებს, როგორც ყალიბს, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ მე თუ სულიერ საზოგადოებაში ვიმყოფები, მაშინ სულიერი ეგო მაქვს და მე აქ ყველაზე სულიერი მინდა რომ ვიყო. ხო, ანუ მე თუ იოგებთან დავდივარ, ყველაზე მაგარი იოგი მინდა ვიყო და მე თუ ბიზნესში ვარ, ყველაზე მაგარი ბიზნესი მინდა ვიყო და თუ ინფლუენსერი ვარ, ყველაზე მაგარი ინფლუენსერი მინდა რომ ვიყო. ანუ დაახლოებით მე ხო იქ თავისუფლება უკვე სადღაც ადათებს შორი და სად არის სიძულეში თავის. ეხა შემოვიშლა, ეხა გამოვიშლა. ანუ აიც შემოვიდა ხედავ, ანუ ეს მომენტი სინამდვილეში, ანუ კითხვის დასმაც, ნებისმიერი მოქმედებაც, როგორც კვილის
გახეხვა, როგორც საჭესთან ჯდომა. შენ გასულს პირველ საჭესთან რომ დაჯექი როგორი პრეზენტი იყავი? ეხა იგივეა? ხო შორს ავტომატურია სხვა რამეზე ვარ პრეზენტ როდესაც მანქანას ვატარებ. ანუ მე არ ამგონია რომ მანქანის ტარება სიმართლე რო გითხრა განსხვავება იყოს სხვა მოქმედებებისგან. მე მგონია ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გენიალური ერთი მხრივ უნარი ავტომატიზირების ანუ ჩვენ რო ავტომატიზაცია არ შეგვეძლოს მე საერთოდ მგონია რომ ცოდნის მიღებაც არის ავტომატური აი ეს ავტომატიზმი რაზეც დგას როგორც მექანიზმი ცოდნაც მასე ზუსტად ესე ყალიბდება ანუ ავტომატური ხდება ანუ აშაბლონებს ამ ცოდნას თორე სხვანაირად ესე რო არ იყოს მე და შე ყოველდღე ავდგებოდი ჭიკა უნდა გვესწავლო ჭიკა უნდა გვესწავლო თავი ეწოდი წარმოგიდგენთ დილას იღვიძებ და ვერცნო ვერ შენ თავს ეს ოთახს სადაც გაიღვიძე ანუ რა არის ფენომენი რომელიც გეუბნება რომ ვიცი ანუ დამახსოვრებული ხო ანუ ეს ოთახი ეს ფარდა მეხსიერებაა ხო ხო მეხსიერებაა ხო მეხსიერება და ცოდნა ჩემთვის რაღაც თითქოს სინონიმი ახლოს არის იმიტომ რომ ცოდნას ავიღებთ როგორც იმას რა ქვია არსებით სახელს ანუ ობიექტს ხო მეხსიერება ცოდნა ხო ერთი იგივე ხო და რა გაძლევს ამ განცდას დივას რომ გაიღვიძე რომ შენ ხარ დღეს რა მოგიდა და განცდა ან თუ ავტომატური ანუ აი თუ შეგიმიჩნევი ან საერთოდ რატო არ ვიღვიძებ რაღაც ოთახში ვარ იღვიძებ ეგრე არა მე არ ვიღვიძებ მე გამიღვიძე ალბათ შეეცა რა გაგწავს ეგ სხვა გამოცდილება და სხვა პოდკასტი ხდება აი დავაზუსტე სადავარ სხვა ეგ სხვა მდგომარეობაა და ის არა კი საკუთარ ოთახში რატო არ გემართება ეგ ხო არა ეს იტვირთება ეგრევე იტვირთება ხო და რა იტვირთება ანუ მეხსიერებაში ინფორმაცია იტვირთება ცოდნა კი ცოდნა ოთახზე სადაც გაიღვიძე ცოდნა საკუთარ თავზე შენ ცხოვრებაზე დღეს რა გელი საერთოდ სქეჯუალი რა დღეს გაკეთებული ნელ-ნელა ეტაი რო დაგვირდა ნელ-ნელა იტვირთება ხო რო იღვიძებ თავიდან ანუ რაღაცა სიმშვიდეა ბურანში ხარ და მე ნელ-ნელა ოპა ეს არის მე როცა ფიქრი ეხა ეგ ვარ უიმეჩქარება უნდა უდგე უნდა ეს გავაკეთე და ეს ფიქრები მოდის და მე ეს ფიქრები ზოგი ატარებს მე სხეულს ხო ანუ დააყენებს ესე და გაგაკეთებინებს ყველაფერს ხო ავტომატურია ხო ყველაფერში თავიდან თუ გავერკვია ვერ მოვიდოდი აქ ხო არ ვიცი ეგება სხვა გზით მოხვიდოდი შეიძლება ხო და მანდ მივდივარ რომ სინამდვილეში სად არის თავისუფლება აი სად შემოვიდან ხედავ ანუ თუ ყველაფერი შაბლონდება თუ მე რაც ვარ არის ის რაც ვიცი საკუთარ თავზე და ის ჩვევების ერთობლიობა რომელიც არის ანუ მე რაღაცა კუთხით ვარ დაჩვეული რომ ვიცხოვრო საშა კაცმანის ცხოვრებით გაწვრთნილი ვარ აი ესე შეხედე დაჩვეული არ ვიცი ანუ გაწვრთნილი აი კაი სიტყვა გაწვრთნილი იმიტომ რომ წვრთნა მაგავლილი რომ ვიყო მე ანუ ყველა იმ გამოცდილება რაც მე მერგო ჩამოაყალიბა ჩემში სოფხედველობა აზროვნება უნარები და გამოცდილება ну გამოცდილება ასევე როგორც ცოდნა ასე შეხედე რომ გამოცდილება არის ცოდნაც და საბოლოო ჯამში სად არის ჩემი თავისუფლება ეხლა ცოტა ხანი არ შემომიტანია წარმოიდგინე გარე კონტექსტები ანუ ჩემ რამდენ დამოკიდებელი ვარ მაგალითად სამსახურის პონჩი ფულის შოვნის პონჩი ქვეყნის პონჩი კაცობრიობის პონჩი ანუ ეს კონტექსტები ჯერ არც გავსულ ვარ იქით ჯერ შიგნით ვარ ხო და რამდენად თავისუფალი ვარ აი ამის გათვალისწინებით რომ ვარსებობ მე წარმოდგენა საკუთარ თავზე რომელიც ვაშენე ეს წარმოდგენა შეიძლება შემიცვლია ну ეხლა როგორ შენ თქვი რომ ეხლა ბიზნესი მაინტერესებს ჯერმი და შენ ცხოვრება მაკუთხით რაღაცეებში გავს ერთმანეთს ორივეს გაგვიტაცა ბიზნესმა ორივეს გაგვიტაცა ტრანსფორმაციამ ორივეს გაგვიტაცა სულიერებამ სხვა დროს სხვადასხვა
როგორ თქვა, pace-ით და სხვადასხვანაირი შეიძლება modality სხვა, ანუ სხვადასხვა მეთოდებითაც საშუალებებით გვიარა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა გაგვიტაცა ამან ყველაფერმა. ხო და სადამან თავისუფლება თუ გაიღვიძე ოთახში, რომელიც უკვე იცი რა ოთახში ხარ გაღვიძებული. აი ეს თავისუფლება მანცადა. ანუ იმ ფაქტში რომ იცი სად ხარ, ანუ ეგ ინფორმაცია რო გაქვს, ეგ ოკეია. ანუ ეგ შეიძლება რომ გამოიყენო ეგ ინფორმაცია რა. აბა ანუ რა მანდ რა თავისუფლება უნდა გქონდეს, რომ კითხვის ნიშანი დასვა, ანუ ხა მე საერთოდ ოთახში ვარ თუ არა, ანუ იგივე რაღაცამდე მივდივარ ჭიქაზე რაც თქვი, ხო, ანუ არის ფუნქციონალური გონება, მოკლედ რომ მაგაც რაღაცეები ისედაც იცის, რომ ანუ ეს მაგიდა, კი ესეც შეთანხმებაა და დავარქვით ამას მაგიდა, კი მესმის, მაგრამ ანუ პრაქტიკული თვალსაზრისით, ანუ ეს ძალიან წინსვლა არის, ანუ ცხოველებისგან განსხვავებით, ანუ ბევრად მეტი, ანუ ეს შეთანხმებები რო გვაქვს, რომ რაღაცეებს სახელები დავარქვით და არის, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ აი ეს ბევრად, როგორ თქვა, მეტი რაღაც შევძლოთ ამ სამყაროში. ხო და სახელი, აი მანდა მივდივარ ბურჭულს, შეხედე ძალიან მნიშვნელოვანი თემა მგონია ეგ, შეხედე ფუნქციონალური თვალსაზრისით მისმის, რომ ყოველ დღე რო სწავლობდე მაგიდა რა არის, არ ვიცი რა ცხოვრება მექნებოდა, ანუ არც ვიცი, ხა შემიძლია მარტო ფანტაზიებში შევიდე, ხო? ანუ არ მქონია ეგრე ცხოვრება, დიოს გაუძებულ ვარ იმ განცდით, რომ არაფერი არ ვიცი. ეგ განცდა არ მქონია. შეიძლება რაღაც ეხლა დავფიქრდი, დემენციის დროს ესეთ რამეს ხوار გადის ხალხი, შეიძლება გადის კიდევ. ანუ არ იცი ნიუტის სახელები, შეიძლება არც იციან. ეხლა საკუთარი დეპერსონალიზაცია კიდე სხვა არის. პოპულარი მათ თავში ხო არ ვიცი. ხო, მაგრამ ის არის რა ქვია. შეიძლება ეგეთი human გამოცდილება არსებობს კიდევაც. ანუ არც ვიცი. შეიძლება დიაგნოზიც არის და უბრალოდ არ ყოფნის ეხლა ცოდნა რომ დავასახელოთ მაგას რა ქვია. მაგრამ ნახე რას ვიძახი რეალურად ეს მაგიდა რომ განვიცადო, ანუ შევხედო beginners mind-ით. არ არის აუცილებელი ალბათ იმისთვის, რომ მაინდა-მაინც დამავიწყდეს, რომ ეს მაგიდა არის. ალბათ მან სადღაც არის შეიძლება გადაწყვეტილება, შეიძლება არჩევანი ჩემი, რომ ამ მაგიდას ცოტა ხანი ვთქვა, რომ კი, მე მაქვს ცოდნა ამ მაგიდაზე, which is okay. მე ცოდნა მჭირდება. მაგრამ ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში მინდა ამ მაგიდას შევხედო, რავი, beginners mind-ით და უბრალოდ შევისწავლო რა, შევხედო თითქოს არ ვიცი. თითქოს. და ასე შევხედო ამ მაგიდას ამ თვალით, ამ ცნობიერებით, რომ თითქოს არ ვიცი. ან თითქოს ადამიანს შევხედო ეგრე, ან ყავა გავსინჯო ეგრე, რომ თითქოს არც ვიცი ყავა რა არის. შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირი ნაბიჯი თავისუფლებისკენ. ანუ ახლა ეგ შემომქონდა, რომ ესეთი ტიპის ცნობიერება ხო არა ჩვენს რეალურად თავისუფლებას, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავს მივცეთ უფლება, რომ რაღაცა დავივიწყოთ ის რაც ვიცით და ვისწავლოთ თავიდან თუნდაც. რაღაც კუთხით კი. ანუ რაღაც კუთხით კი. უბრალოდ მაგიდა რამ სამაგალითოდ მოვყავს მაგიდა, თორე რამდენად მნიშვნელოვანია რომ მაგიდა იყოს ეგ ობიექტი, რომელსაც ეგრე დავაკვირდებით, რამდენად განმათავისუფლებელი იქნება ეგ მოქმედება. ეგ არ ვიცი. იმიტომ რომ კი, ანუ ის რომ ჩვენ შაბლონებით მოქმედებთ რა, ანუ ეს მაგიდა ესაშა ეს უკვე რაღაც თითქოს მაგ განზომილებაში ვართ გავარდნილი, ანუ გონება უკვე აზროვნებს იმ შაბლონებზე დაყრდნობით, რომელიც თქვა რომ შაბლონებია. მათ შორის მაგიდას რომ ეხლა ცოტა ხანი მაგიდა, იმიტომ რომ მაგიდა არ გვაწუხებს რა. მაგიდა იყოს ისეთი როგორიც არის. მაგრამ მე თუ მჯერა ფუნქციურად არ გვაწუხებს მაგას გულს. ხო, აი როგორც ამას ვარქმევთ მაგიდას და როგორც ეს ისეთივე შაბლონია და ეხლა ცოტა ხანი შენ საუბრობ მე დავაკვირდი და რამდენი საინტერესო დეტალია იქა ეს რაღაც ხე როგორ არის, ანუ რაღაცები ვისწავლე ამ მაგიდისგან, როცა რო არ შემეხედა მაგ თვალით და შაბლონში ეს უბრალოდ მაგიდა, всё, მორჩა, ანუ მე შეგნით აღარ ვიხედები ამაში. ექსპლორეიშენი აღარ გაქვს. კარგი მაგალითი არის მაგიდა, ეხლა უბრალოდ საილუსტრაციოდ, მაგრამ მაგიდაში პრობლემა არ არის, მაგრამ მე თუ მჯერა რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლება, მე თუ მჯერა რომ
უნდა რაღაც манипуляციები გავაკეთო, რაღაცები დაუტყო ადამიანს, მე თუ არ ვენდობი საყვარელ ადამიანს, მე თუ არ ვერდობი ჩემ პარტნიორებს, ანუ თანამშრომლებს სამსახურში. ანუ აი ესეთ შაბლონებია. ანუ ეს იგივე შაბლონია, როგორც ამას მაგიდა დავარქვი, ეს ხო დავიჯერე მე რომ ეს მაგიდა. კი უბრალოდ შევთანხმდით ბევრნი და იული იყო. მე მასწავლეს, დედამ მითხრა, მამამ მითხრა, ტელევიზორში მითხრეს, ბაბუა მითხრა ეს მაგიდა ფილმში მითხრეს. და მე ნელ-ნელა რომ იგივე რაღაცნაირი დაჯერებები მაქვს უკვე რომ მე ვინ ვარ, მე სუსტი ვარ, მე ძლიერი ვარ, მე ესეთი უნდა ვიყო, მე ლამაზი უნდა ვიყო, ვაიმე ხა მე ეს რაღაცა ეგ ესე ვთქვი და ისე არ ვიფიქრო, ანუ აი ესეც იგივე შაბლონები არის ზუსტად რა და აბსოლუტურად იგივე ხო, აი ეს დაჯერებული შაბლონები რაც არის, რომელსაც მოაქვს ჩემთვის ტანჯვა და რომელსაც მოაქვს ჩემთვის რაღაც თითქოს რაღაცა საშიში აქვს. ან თუნდაც კიდევ უფრო შორს წავიდეთ. მე მოვკვდები და ეს საშიშია. ანუ ეხლა ძალიან უკვე იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ანუ ყველაფერი მაქამდე დადის, ხო? ხა ეს აუხსნათ ალბათ რატო დადის მაქამდე და გრძელ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ანუ მე ეს ვარ, შენ რას თქვი რომ მე საშა ვარ და ეს ჩემი ჩვეობის. კაი, ჩავინიშნოთ რომ სიკვდილზე გავაკეთოთ ცალკე. ცალსახად. ანუ გასაკეთებელია, იმიტომ რომ ტაბუირებული თემაა. და მგონია მაგ თემის გაშლით შეიძლება ძალიან ბევრს მოუტანოთ ამას თქვა და თავისუფლება, იმიტომ რომ ტაბუირებულია და ეგზისტენციალურ შიშთან არის კავშირში და თელი ნევროზი რაზეც დგას ამაზე, იმაზე რომ ჩვენ ერთადერთი არსებები ვართ ალბათ დედამიწაზე, რომელმაც იცის რომ სასრულია. მეტი არავინ არის, აჩიტმა და ზაღმა და არავინ არის კატამ რომ სასრულია. არ აწუხებს ეგზისტენციალური ნევროზი, რაც აწუხებს ადამიანს. კი, აბსოლუტურად. აბსოლუტურად. და ზუსტად ეს ფენომენი რომ ფიქრი, ანუ ისინი არ ფიქრობენ, ჩვენ რო ეს ენა გვაქვს ტვინში ჩატვირთ, ნუ ამბობენ რომ ისინი არ ფიქრობენ, მე მათ თავში არ ყოფილვარ, მაგრამ ეს ამბობენ რომ ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან იმით, რომ ფიქრობს და ენობრივი ფენომენი აქვს თავში ჩატვირთული, რომ ანუ ეს მაგიდა ის ანუ აი ამას ვახმოვანებთ სულ რა, რომ იმუშავებით რა ქვია, ხედავთ, აღვიქვათ და ეს გვესმის და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ფიქრი ზუსტად რომელიც არის ანუ ცხოვრება მიდის და ფიქრი მიდის პარალელურად ეს თქოს გახმოვანებასავით არის რა რადიო ხო და ამ ეს რადიო საუბრობს ესეთი ენით რომ საუბრობს ცენტრიდან ანუ მესთან მიმართებაში ანუ საშა ჩემი მეგობ საშა ვინ არის ანუ ვიღა ჩემთვის სხვა არის და მისთვის სხვა არის და ანუ ეს იმიტომ რომ ჩემთან მიმართებაში აღვიქვავ რა ანუ ეს ფიქრი ამბობს რომ მე აი ეს ფიქრი რო ამბობს მე ხო ანუ პარალელურად მე ფიქრი სიტყვასთან ვაიდენტიფაი ნიშნულობა ამ მესი გადმომაქრო არის რაღაც ну ვიღაც სიტყვის რო სხეული ვარ ანუ საშა ვარ ჭკვიანი ვარ ესეთი ვარ ამის შვილი ვარ იმის ანუ ამ მეს მოყვება ნიშნულობა რა და მე რო აი ეს მე რომელიც ფიქრობს ასევე რომ ვაიმე რატო ცხოველს არ ეშინია სიკვდილის, ანუ არ ფიქრობს სიკვდილზე, ასე ვთქვათ, თორე ანუ საფრთხის წინაშე რეაქციას აძლევს, რომ თავი დაიცვას ეს იმპულსი, ეს ინსტინქტი ჩვენს გვაქვს. რამდენჯერ უფიქრალად გაგეკეთებია რაღაც მოქმედება, ხო? მაგრამ ჩვენ რო ზივარ და ვიტანჯდავთ თავს იმაზე ფიქრობთ, რომ ამ ცხოვრებაში რა მოვას, როგორც რომ მე მოვკვდები, მე აი ეს სულ აი ეს საუბარი რომელსაც მნიშვნელობას ჩვენ თვითონ ვანიჭებთ, აი ეგ არის ზუსტად მთელი ტანჯვის საფუძველი. სანამ ჩვენ მაგაში ვართ, თავისუფლები ვერ ვიქნებით. ანუ თუ ვლაპარაკობთ უზენაეს თავისუფლებზე, ან თავისუფლების რაღაც აბსოლუტური რიგაგებით, სანამ მე ვიდენტიფიცირდები მომაკვდავ არსებასთან, ხო, ანუ აი აბსოლუტური თავისუფლება შეუძლებელია. ანუ ეგო ვერ იქნება თავისუფალი, ეგო დასაზღვრულია თავისი ცხოვრების ციკლით მინიმუმ. Okay, ან მე არ მგონია რომ ამ შემთხვევაში განსხვავებული პოზიცია გვაქვს მე ვსვამობ რომ შინაგანი თავისუფლება არის თავისუფლება საკუთარი თავისგან ანუ ამ მესგან საბოლოო ჯამში რომელიც არის დუალისტური თემა ერთის მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ის კონდეს რაღაცეებისთვის ის აუცილებელია და რაღაცეებისთვის ის ტანჯვის საგანია მეწევა ტანჯვის საგანია სინამდვილეში მაგრამ ამავე დროს ალბათ დუალისტური მეც დუალისტური დამოკიდებულება მაქვს ამასთან თუმცა ისე ვიმეორებ მე ვეძახი თვით გამოცხადებულ რესპუბლიკასად ვეძახი იმიტომ რომ თელი ალბათ აქ შევდივართ რავი ბურჭო ჩემთვის აქ ალბათ იწყება ის წვლილი
უпроსოდ რასაც განვიცდი მეც და შენს როგორც ადამიანები, ან როგორც ადამიანის შთამომავლები, მან შევდივარ უკვე, რომ ადამიანმა გააცნობიერა თავისთავი წყევლილი ვაშლის, თუ შეიძლება წყევლილი სულაც არ იყო ადამიანისთვის და ძალიანაც უნდოდა, ჩვენ ვეძახით იმას შეიძლება ხშირად ესე, რომ იმ ვაშლის შედეგად გააცნობიერა თავისთავი, ან საკუთარი თავის ანუ ამ მის აღმოცენება ხდება ზუსტად იმ ისტორიაში, ადამიანის ისტორიაში და საბოლოო ჯამში ჩვენს უყველა როგორც ადამიანები, როგორც ადამიანის შთამომავლები, ზუსტად იგივე ისტორიას გავდივართ, ანუ 60-ხეს გამდევნას და მერე მუდმივ სწრაფვას უკან რომ მოხვდეთ 60-ხეში. ანუ 60-ხე გამდევნა სწრაფვა, ანუ ასე რომ შევხედოთ ეს არის ადამიანის გზა და ადამიანი როგორც ხვდები, ყველა ვინც ადამიანურ გამოცდილებას გადის სხვადასხვა ცნობიერებაში, სხვადასხვა გამოცდილებით დაახლოებით ამ სქემას გადის, სქემა დავარქვი და გზაც არ მინდა დავარქვა, იმიტომ რომ იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან და თუმცა ხო ეს არის რომ ეს მეა ალბათ თავისებურად ანჯობს ყველას. დაკარგული 60-ხის ძიებაში ვართ. ყველა. აბსოლუტურად ყველა. აბსოლუტურად. უბრალოდ მე სხვაგან ვეძებ. სხვაგან ვეძებ. და რუკას არავის არ დაუტოვებს. სხვაგან ვეძებთ და იმიტომ რომ ვინც ეძებს ეგ არის რაც მალავს. ანუ ვინც ეძებს, ანუ რაც ჩემში მე ეძებს, რაც თქვი წეგან რომ სულიერებაშიც არის ეგო, ამან ეგ რაც ეძებს, ანუ აი ეს სუბიექტი, რომელიც ეძებს აქედან გამოსავალ, ზუსტად ეგ სუბიექტის ილუზოროლობის დანახვაში ხდება გაცნობიერება ყველაფრის, ანუ ეს თავის ვერაფერს ვერ მიაღწევს. ანუ ამას უნდა რომ მიაღწიოს 60-ხეს. ან ეგოს უნდა რომ მიაღწიოს 60-ხეს, ეს ჩადებულია. ანუ როგორც ჭამისზე წასვლა და სიყვარულის მოპოვება ჩადებული, აი ეს გათავისუფლებაც ჩადებული არის გონებაში. როცა ადამიანი რაღაც ეტაპზე ან რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება უბიძგებს, რომ ანუ თქვას რომ ოკეი, ანუ მე აქ გავიგე ამ კმაყოფილებების დევნა და ამ საჭიროების დაკმაყოფილებების დევნა, ანუ მე ჩდება აი ეს რომ მოდი აი აბსოლუტური რაღაცას მივახციო რა, ეგო აი მაგ ხელაზე მიდის. და მე იბრძვის ამის მიღწევისთვის მე ისევე დავიტანჯე სულიერი რაღაცა გასხივოსნების თუ რაღაცის დევნას დროს, ანუ პროცესში, ანუ რამდენადაც თქვა ფინანსური мотиваციის მიზნის დევნაში რა, ანუ იგივე ხა დავიტანჯე რა, ანუ პროცესი იგივე იყო, ვაიმე ვერ შვები აი ეს განცდები, ანუ ეს ზუსტად იგივე პროცესში გისვრის რა. უბრალოდ ობიექტი რაღაცის მიღწევის განსხვავდება. მიღწევა რატომ მინდა? იმიტომ რომ ჯერა რომ იქ ბედნიერებაა. ანუ ფული რატომ უნდა ადამიანს ბევრი? იმიტომ რომ ჯერა რომ იქ რომ მიაღწევს, აი ბევრ ადამიანს რო კითხო, ამბობს რომ განა რაღაც უნდა რომ აი რაღაცა სტაბილურად აი უნდა რომ აი ხა მე აი ამდენი მექნება. სტუინს ვეგრებს, აი აქამდე მივალ და მე დავიცვენ. ვეგრებს რო კითხავ ხოლმე რომ აი რაღაცა და აი ამდენ მილიონს ვიშოვი და აი მე რას იზამ მეთქი და მე დავისვენებ. თითქოს აი რაღაცნაირი ის არის რა, ანუ ეგოს უნდა რომ რაღაცა გააკეთოს, accomplishment-ი და ფიქრობს რომ აი მე ბედნიერი იქნება რა, თავის თავთან აქ წაყენებული რაღაც გამოწვევა. ეგეთივე გამოწვევას ცდილობს რომ იყოს აი ეს რაღაც მიღწევა, მაგრამ მთელი ანუ თავისუფლება იქ არის რომ აი ეს დაინახო რომ ეს ვინც ცდილობს რომ რაღაცას ანუ მთელი აი ეს რომ წაიყენა ეს ამოცანა რომ დაისახა, რომელშიც თქვა რომ როცა ეს მოხდება მე ბედნიერი ვიქნები. აი ეგ დაინახო რომ ეს მთლიანად აი ეს არის გადაფარებული. იმას შეგდებული აზრია, ბურჯო, ეგრე არა, ძალიან ბევრი ადამიანს ჯერა რომ ფულს რო შოვის იქნება ბედნიერი. ეს არის ჩემი აზრით მატრიცაში ყველაზე პოპულარული აზრი. ყველაზე ის არის, რა ქვია. საერთოდ მე მგონია რომ ფასეულობების კრიზისი დღეს რომელიც სოფლიოში დგას, სერიოზულად დგას ჩემი აზრით, იმიტომ რომ დისპროპორციულად მაღალი ფასეულობა მიენიჭა ფულს. და
და შესაბამისად ეს დისპროპორცია იწვევს იმას, რომ სხვა ფასეულობების გაუფასურება ხდება და რეალურად ფულის ზალა ესე იზრდება და რაც უფრო მეტად იზრდება ფულის ზალა, მით უფრო მეტად იზრდება ლეგენდა, რომ ფულს თუ ვიშოვი, ვიქნები ბედნიერი. კი, თან ახლა ეს Instagram-ს და იმებზე როგორ ხალხი სულ მაგაზე ლაპარაკი, ამდენი ვიშოვე და ანუ დავაზუსტებ მაინც რომ არ გაუფა ფულს აქვს თავის ღირებულება. ანუ მოდი აქ თავის ადგილი აქვს კაცო. და ღირებულებაც აქვს მონეტარული და ფულს აქვს თავისი ზალა რაღაცები რომ იყიდო, გაყიდო, რაღაცა შეივსო რაღაცა ჯერებები. ამიტომ არ გაუფასუროთ ფულის ნომინალური ღირებულება, ფინანსური ღირებულება, აი ეს მომენტი რომ ფულს ვიშოვი და ვიქნები ბედნიერი არის ყველაზე დიდი ილუზია. რამდენ ადამიანს იცნობ რომ ეს არის ფულიანი და გულწრფელად ბედნიერი? რამდენს ნაკლებად ფულიანი და ანუ უფრო ბედნიერი, ვიდრე ანუ არ არის პირდაპირ პროპორციული. ხო, ანუ ახლა ნახევარი ინდოეთი გიღიმის, მაგრამ ნახევარი ინდოეთი არის გაღლეტილი. ხო. ოჯებთ ახლა. კი. ну, ვინც ნამყოფია, იცის, ანუ ლეგენდების მიხედვით არის ადამიანი უბრალოდ გულწრფელად ბედნიერი ხდება ანთებული თვალებით და დღეს აღარ შეჭამს თუ არ შეჭამს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის. ანუ ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ახლა ცივილური ადამიანის გონების გადმოსახედიდან თუ მას ეგ საკითხი არ აწუხებს. ხო. აუ სხვათა შორის რა ხანამ ვთქვით ერთი ძალიან საინტერესო რაღაცას ინდონეზიაში წავეწყდი რა რომ ისინიც ეგრე სადაც კუნძულზე ჩავედი, ბალიში უკვე ძალიან კომერციალიზებული არის, ანუ გონება რა, ყველასმული, მაგრამ იქ სადაც სხვა კუნძულებზე ჩავედი, გილის კუნძულებზე და იქ არიან ტიპები, რომლებიც აი ესე არაფერი არ აქვთ, მაგრამ მაგარი ბედნიერები არიან რა, ანუ იქ არიან შენთვის გილაპარაკებიან, მზეუხარიათ, აი კარგად არიან შედარებით, ვიდრე აქ უფრო ესეთი ჩაფიქრებული ადამიანები ეს როგორ გავაკეთო, ის როგორ გავაკეთო. და ანუ აღარ მახსოვს ვინმე თქვა თუ ესე მსჯელობაში წამოვიდა რომ ანუ როცა ბუნება ანუ სულ როცა კარგი სეზონია და ხილის უმოდის ხეზე და თევზის უარი ზღვაში ასე ვთქვათ რა საჭმელი რა ანუ იმათ არ ქონდათ იმდენი საჭიროება რომ ზამთრისთვის მოემარაგებინათ ანუ რაღაც საჭმელი რა საჭმელი სასმელი ასე შემდეგ რა და უბრალოდ ყოველ დღე ესე ციდან უვარდებათ საჭმელი რა და ანუ რა მოხდა რომ ანუ იმათ და შეინარჩუნეს ეს რაღაცა არა მეხვალიე ფიქრი ანუ დღევანდელი დღით ცხოვრობენ და იმიტომ რომ არ აქვთ ძალიან დიდი სადარდებელი ფიზიოლოგიური ანუ საჭმელი და რაღაცები აქვთ რა და იქ სადაც ესეთი სადაც ზამთარი გქონდა ასე ვთქვათ რა ეგეთ ქვეყნებში მოგვიწია რომ მომარაგების პრინციპით ანუ მე ადრე არ ვიცოდი ეგ და ხე იქ რო წავაწყდი ანუ ძალიან საინტერესო იყო რომ იმიტომ რომ მოგვემარაგებინა განვითარდა ეკონომიკა განვითარდა ეკონომიკური აზროვნება ხო ანუ კომერციული აზროვნება და ასე შემდეგ რა ეხლა უკვე იქ ტურისტები რო ჩადიან და რო ხედავენ ეს ინდონეზიელი ესეთი უდარდელი ადამიანები მირეკავენ ფული ანუ ფული როგორ ვიშოვო მეკითხებიან მიწას ხო არ იყი ანუ უკვე ანუ მოიწამლენ ანუ იმიტომ რომ ეს უკვე იწამლება როცა შედარებითობით იწამლება რა ანუ ეხლა შენ რო რაღაცა კაი მანქანა ყავს და შენს ფირებს რო უკეთესი მანქანა ყავს შენს უკეთესი მანქანა გინდება რა რო უყურება ეს ეს პრინციპია ხوبს მიყვარს ეს სტუდენტებთან მუშაობა, ერთ-ერთი სტუდენტი გადამეკიდა ერთ-ერთ ლექციაზე, რომ ბოლო გამაგებინეო აი ფულის თემაზე გავჭედეთ, ის ახალგაზრდა ამბიციური ჯერ კიდე საშოვნელი აქვს თავისი და რაღაცნაირად და ნუ ბოლო გამაგებინე რანაირად შეიძლება ისა რომ ფულში არ იყოს ბედნიერებაო რა, ანუ ეგ ხო არ გალაპარაკებსო რომ შენი 2 კაპიკი იშოვე ცხოვრებაშიო და ეხა მე ვაკ რომ ანუ მივხვდი ხო რა კითხოს ხო რა მე რო უკან პედესტალიდან ხوار მელაპარაკებ როგორ რაღაცა უთხარი ისი უთხარი ერთ მაგალითს გეტყვით ხო და შეიძლება მან დაგანახოს თქო რა მე ხო სანამ მილიონი არ იშოვე არასოდეს არ გექნება მილიონის დაკარგვის შიში თქო შიში გაგიჩნდება ბაში როცა მას იშოვი და ერთი წამი ესე შემოხვდა ვაუ ხო მართლა მე არ მეშინია მე არ მაქვს ფულიო და დაკარგვის არ მეშინიაო და მართლა მე ვთქარი ეგ შიში არც გექნება იმიტომ რა არა გაქვს და როცა არა გაქვს თავისუფალი ხარ ამ შიში შეიძლება სხვა შიშები გაქვს რომ ხვალ ვერ ვიშოვო წამალი ვერ ვიყიდო ანუ სხვა შიშები გაქვს მაგრამ მილიონის დაკარგვის შიში არა გაქვს სანამ მილიონი არა გაქვს ნაშოვნი ან რამე ნებისმიერ სხვა და შენ წარმოიდგინე მილიარდეს რა შიში აქვს როცა მილიარდის დაკარგვის შიში აქვს ხო ხო და საბოლოო ჯამში ის არის რა ქვია სხვა ფენომენთან აგვაქვს პირდაპირ პროპორციულად ძლიერი შიში არის რამდენი თანხაც არის ანუ ესე უყურებ და ჩემი გამოცდილებითაც რომ დაგიდასტურვა ჩემი დაკვირვებითაც ანუ რაღაც რომ მაქვს იმის დაკარგვის უფრო ეშინია ვიდრე რომ იმის რო ვერ მივიღო მარტო ფულზე არა ურთიერთობაზე იგივე აბსოლუტურად იგივეა ქოროგაკ რო დაუკარგო უფრო მეტი შიში არის ვიდრე რო არ ის რო ვერ მივიღო
ვერ მოვიპოვო. ნაკლებია ის. ანუ ბოლო-ბოლო რა არის შენთვის თავისუფლება დღეს? მოდი ჩავიწეროთ ეს თარიღი და მე 10 წელიწადში სხვა პოდკასტში ჩავწერთ 10 წლით უფროსი ვერსია რო იჯდება შენი, მე ჩაგირთავ ამას, რომ აი ბურჯუაზ 10 წლის წინ აი ესე ეგონდა თავისუფლება. შენთვის რა არის თავისუფლება? მოდი ორ ნაწილად გავყოფ რა. ანუ ერთი ჩემთვის თავისუფლება არის აბსოლუტური თავისუფლება რა, ანუ რასაც აი ამ სანამ გაიგზავნებოდში რა მაყურებას უნდა უთხრა რომ ჩვენ მეც და ბურჯუას იმედია მნიშვნელოვანია ამ წერტილის აღნიშვნა. ჩვენ არ მოვდივართ იმ წერტილიდან რომ არსებობს აბსოლუტური განმარტება თავისუფლების. ანუ ჩვენ მოვდივართ იმ წერტილიდან თუ რაღაცაში ხო ავიღეთ ჩემზე მისია რომ რაღაცა თუ რომ მე დაამატებ. ანუ ჩვენ მოვდივართ ყოველ შემთხვევაში მე და მგონია მე და ბურჯუ ამაგაში ვართ თანამოაზრეები რომ თავისუფლება უბრალოდ სიტყვაა. და ამ სიტყვაში რა მნიშვნელობასაც ჩავასხავთ არის დამოკიდებული ჩვენზე როგორც ინდივიდებზე, ჯგუფებზე, შეიძლება ეს ჯგუფი ფართო იყოს, რავი, თუნდაც ქვეყანა, თუნდაც რა ვიცი, ერთი ქუჩა და ასე ყველანაირი განმარტება შეიძლება არსებობდეს თავისუფლების და თავისუფლებას უბრალოდ შევხედოთ როგორც კოდს და ამ კოდში ქვემოთ რას ვდებთ, რა მნიშვნელობას ვასხავთ. ალბათ ამ სხვაშორის ეგ ხულის ჩვენ ადამიანებად რომ აი შინაარსები, რომელსაც ვასხავთ ესე სიტყვებით, ეგ არის რაც აფერადებს ჩვენ ცხოვრებას. ანუ რაც ფერებზე, თორე რეალურად ახლა შინაარსები ცოტა ხანი წარმოიდგინე, რომ შინაარსები არ ყოფილიყო, ამ ცხოვრება იქნება და შავთეთრი. ხო და ამ შავთეთრ ცხოვრებას სინამდვილეში რაც აფერადებს, რატოღაც რა იმიჯი წამომივიდა, იცი, აი ბავშვობაში სახატავები რო იყო, გახსოვს, ანუ უბრალოდ ფორმა რო იყო რა, აი სიტყვები ჩემთვის არის ფორმა. და რა მნიშვნელობას ვასხავ ამ სიტყვაში თითოეულში. აძლევს იმ ფორმებს ფერებს რა და ესეც სამყაროში ვცხოვრობ ანუ რა ფერებითაც შევავსე ეს რაღაცა ფორმა цаრიელი ყალიბი რო წარმოიდგინო რა რომ ყალიბი არის ანუ თავისუფლებას ყალიბია სიყვარულის ყალიბია მეგობარის ყალიბია ანუ ყველაფერი ყალიბებია და იქ უკვე რა მნიშვნელობას ვასხავ შიგნით ყალიბში ისეთ სამყაროში და ისეთ ცხოვრებით ცხოვრობ აბსოლუტურად აი რაღაცნაირად ეგ განცდამებული. ამიტომ ეხა ბურჯუას ფერებს ვეხები. ანუ რო ავხსნამ ყალიბში ბურჯუას რა უდევს ყალიბში იქ მივდივარ. ხო, რა თქმა უნდა, მე იმას სუბიექტურია. თავისუფლებაც, ღმერთიც, სიყვარულიც, ანუ ეს სულ სიტყვები არის, ანუ უბრალოდ სიტყვებია რა, ენობრივი ფენომენი. ხო, მაგრამ ხალხი ხშირად ლაპარაკობს ბურჯუ ბოდიში, რა როგორ არის სწორი. ხო, მე აი სწორი, ხო მიხდი, ანუ ეგ ყველა არ მომაკე ხეს სიტყვები რა, სწორი არასწორი. ჭეშმარიტი, არა ჭეშმარიტი, ანუ ეგეც სიტყვები უამრავი არის, რომელიც უთითებს, რომ სადღაც არსებობს იდეალური მოდელი და ჩვენ სულ ყველა ვიბრძვით, რომ ის იდეალური მოდელი უკეთესად ვიცით. ეგ არის ზუსტად conditioning-ი ქართულად როგორ განპირობებულობა, ხო? ანუ რომ დაპროგრამება, ხო? ანუ ზუსტად აი ეგ რა არ ვიცი, რატო გვინდა ხოლმე რომ ჩვენი ანუ ეგოს უნდა რაღაც რომ ჩვენი სიმართლე შემო მე ახსნე მე ვთქვა რომ აი ეს არის თავისუფლება ხალხო დაიმახსოვრეთ. როგორც აი ეს არის ღმერთი ხალხო ვიცოდე ბავშვობაში ვასწავლეთ ბავშვებს რომ ეს არის ღმერთი, ესეთია, შენ ესე თუ მოიქცევ ეს იქნება, ესე всё ამან იცის ეს დავაპროგრამეთ, რას ნიშნავს დავაპროგრამეთ? ის რომ ამან დასვას გულწრფელი შეკითხვა რომ რა არის ეს ანუ ფენომენი, ანუ რა საიდან მოვიდა ეს სიტყვა, ანუ გაჩნდა ეს სიტყვა კაცობრიობის ცნობიერებაში, ხო დროთა განმავლობაში რა. მაგრამ ეს უკვე რომ სიტყვას მნიშვნელობას და ჩაუდებ, რომ ეს არის და კითხვა რომ დაისვას რა არის ადამიანმა, როცა დრო მოვა მაგის სივრცეს არ ტოვებთ. ანუ ვიღაცას ვისაც რელიგიურ წამს თავიდანვე ჩაუდებთ, რომ ეს აუხსენით, მე ის შეიძლება მთელი ცხოვრება მაგ დაჯერებ, ეგ არის დაჯერება, ხო? ანუ ამ დაჯერებით იცხოვროს ბოლომდე. და არასდროს არ დასვას საკითხვა, რომ რა არის. ანუ კითხვა ბზარი დაადოს იმას, რაც ისიც ჯერა. მაგრამ ერთი არის რომ რა უთხრეს და მეორეა რომ ამან რა გაიგო. ხო, ანუ შენ შეიძლება ამიხსნა რა არის სიყვარული შენთვის, მაგრამ მე მაგას გავიგებ რა არის. კი, მაგრამ ერთი წუთი შენ წარმოიდგინე ეს რა უთხრეს, რომ ჩავშალოთ. არის უამრავი ადამიანი, რომელიც შეიძლება ელემენტარულად ცდებოდა იმაში, რაც უთხრა. სუბიექტური იყო ეგეც, ხო? ბებიები, ბაბუები, ხო, ან ბებიები, ბაბუები, ბაღის მოსწავლე, სკოლის მოსწავლე მეთქი, ბაღის მასწავლებელი, სკოლის მასწავლებელი, ნათესავები, დიდები, ანუ ბავშვის გადმოსახენა რეალურად რო შეხედო, ყველა არის გარშემო ავტორიტეტი, ხო, დიდები არიან, ახლა ბავშვი არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ახლა ავტორიტეტებს, ანუ შეიძლება ესეც მორგების მექანიზმის ნაწილია, რომ თავიდან ეგრე უნდა ვისწავლოთ, რომ მოვერგოთ საზოგადოებას და მე მორგებიდან შეიძლება მორგებიდან
იწყება მე ამბოხი და მე მოდის ინდივიდუაციის გზა, ხო? ანუ ხო შეიძლება რომ ესეც ანუ თვითონ მექანიზმი ჩვენი ცოდნის დასწავლის სამყარო როგორია და ჩვენ როგორები ვარ და ღმერთი როგორია და ყველაფერი ეს როგორია თავიდან უნდა გავიგოთ გარედან რომ მოვერგოთ. ანუ მიზანი რატომ შეიძლება პროგრამირდებით. შეიძლება იყოს ის მორგება. მაგაზე გიფიქრია? კი, აბსოლუტურად რატო გასწავლის დედა, რომ ანუ თქვათ ეკლესიური დედა, პირობითად რომ ღმერთი ესეთ ანუ თქვა ქრისტიანი დედა, მუსულმანი დედა სხვანაირად დასწავლის ბავშვს. ანუ იმას ჯერა რომ ის ეს ცოდნა იმას დაეხმარება ამ ბავშვს. ანუ ამას ჯერა უღონთ, ამას ჯერა თავის სუბიექტური და ამას გადასცემს მე, ანუ ამას რომ ჯერა რომ ის მისთვის კარგია. ბავშვი შეიძლება ასწავლობს ჭყილები როგორ დაიჭრას, მაგრამ ღმერთზე კითხვა გაუჩნდეს რა ჯერ, ანუ კი, ეგ არის უბრალოდ მოცემულობა, რომ ეხლა ეგრე უყვებავთ რა, ანუ ეხლა ვუხსნით და იმანიც ის რაღაცა მე რომ ამიხსნეს რა როგორ იყო, მე მომიწია რომ ყველაფერზე კითხვის ნიშანი დამესვა. აბსოლუტურად. მაგრამ როდის მოვიდა ის წერტილი, როცა დაიწყე კითხვის ნიშნების დასმა? გახსოვს ეგ წერტილი? კი, მახსოვს ეგ წერტილი. იცი რა, ესე ზოგად, ანუ მე მივხვდი რაღაც მომენტში, რომ ისე როგორც ვცხოვრობდი, არ მუშაობდა. ანუ ის ვერ ვიყავი რა კარგად რა. რამის ლის იყავი, ამასო მივხვდი. როცა საფუძვლიანად უკვე დიდი ვიყავი, 30 წლის ვიყავი ალბათ რა, როცა უკვე დამიწყო მაღაზიები. მანამდე თითქოს აი ხო ხტები რაღაც მივყვებოდი, მაგრამ ის რო აი რაღაცა მოდი ფუნდამენტურ საკითხებში შეკითხვები დავსვათ 30 წლის ვიყავი ალბათ, რო თქვი, ანუ უფრო რო თქვა, რომ მე რაც ვიცი, როგორც ვიცი, ესეც. მედაში ისრაელში შევამდეს იყავი, ისრაელში რო ვიყავით. ისრაელში უფრო პატარა ვიყავი კიდე. მახსოვს ის ბურჯი. ოი, როგორ უყვარდა დროის დარება. ეხაც მიყვარს. ოკეი. ეხაც მიყვარს, ხო. ეხაც მიყვარს დროის დარება. მე უკვე სხვადასხვა დარება. მაშინ უბრალოდ ეს იყო ჩემი მაქსიმუმი. ვისო თახში გავიღვიძე ეს პერიოდი. ხო, რაღაც რო აი რაღაცა ფან, ანუ იყო ეს გართობა, მეგონა იყო ჩემთვის ერთ-ერთი ხელში იმ პერიოდში, როცა ეგეც ამოვწურე, ანუ თავიდან რაღაც მიზნები მქონდა, რომ რაღაცა ჩემი ფინანსური მდგომარეობა მომეწესრიგებინა, რაღაცა ურთიერთობები, რაღაცა, მე რო ეს რო კარ ჩემი ტრაიბი გამეჩინა, გუნდი, რაღაცა საზოგადოება, ნაცნობობა, მე უკვე წავედი, რომ ოკეი, ყველაფერი ეს ანუ ეს ეხა გართობა და მე ამ გართობაში მივხვდი, რომ თუ რაღაცა არ მართობდა, მე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ესე რომ დამჯდარიყავი და მშვიდად ყოფილიყავი და სიხარული. მეგრძნო ეს შეუძლებელი იყო. მაშინ ამდენს ვერ ხვდები, მაგრამ ხდებოდი, რომ რაღაც არ იყო კარგად. და მე იყო უკვე აი ეს შენც რო დიდი ხანი მესაუბრებოდი, ჩემი მეგობარის ნემსოც უმელაპარაკებოდა, მოდი რაღაცა აი თვით შემეცნების საშუალებები არსებობს სემინარები, ლეოს სემინარზეც მეგობრებოდი შენც ისიც წადი წელიწად ნახევარი ხან შენ მე ხვდებოდი და მელაპარაკებოდი, ხან ისა ვერ გავიგე რაზე მელაპარაკებთ. ანუ ეს რომ მიხსნიდი სინამდვილეში შენ ელაპარაკებოდი შენ თავს. ხო, ნუ ეხა მან გადავალთ ხო, მაგრამ ანუ ხო, სინამდვილეში მე ველაპარაკობდი, რაც მესმოდა შენგან, იმას რაც მე მესმოდა, ხო, ანუ რაც მნიშვნელობა მე იმას ვიგებდი, მაგრამ ვერ ვიგებდი, ანუ ეგ რა იყო და ნუ მე უკვე ნელ-ნელა უკვე დავიწყე რა, ანუ ამაში ჩახვედო ჯერ ერთი რაღაც იყო, მე მეორე იყო და მე მახსოვს რომ აი თქვა თუ ამ სემინარებით მივდიოდი რამდენიმე წელი, ერთ-ერთ ხელ მოხდა რომ რაღაც ერთ-ერთ სემინარზე მედიტაცია იყო, რომ აი კითხვა იყო ეგეთი, რომ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი რა, იპოვე life purpose, ეხა რა არის purposeful leadership, ყველა რომ რაღაც მიზანს ეძებს და მისიას ცხოვრების და უკვე სამჯერ მქონდა ეგ საურჯიშო გაკეთებული რა, მესამე წელი იყო და ანუ ესე დავჯექით და ეს ამ შეკითხვას უსვავდი რა თავს და პირველი რაღაცა პასუხი თქვი რომ ანუ რა არის აი ჩემი მისია აქ და აი რაღაცა პასუხები მოვიდა რომ სხვებს გაუზია რომ რაღაცა შესაძლებლობა თვით გამოხატვის ბლაბლა და ანუ რაღაცა ჩავთვალე რომ ეს ამბიციაა თქო მოდი გვერდზე გადავდოთ თქო და აბა კიდე დავსვი იგივე შეკითხვა დავსვი და აი გულში რაღაცები ვიგრძენი და ხალხი წარმოვიდგინე ადამიანების სამყარო რაღაცა და გული გამითბა და და ეხა სხვა ისინი მოვიდა რომ ეს არის შენი მისია აქ რომ აი ამას თუ გააკეთებ რაღაცა ადამიანი და ვიცი რა მეთქი ეგეც ნაგრძნობი მაქვს თქო და მოდი აბა კიდე მაგის ქვეშ რა არის თქო და აი ეს შეკითხვას უსვავდი თავს და თითქოს აი შეგრძნების ზონაზე მქონდა რომ გონების ფსკერზე ჩავედი და უცებ ფეხი გამომეცა ანუ სიყვარულის ქვეშ ჩავიხედე ანუ აი თითქოს აი სიყვარული რა არის ქვეშ და უცებ სიცარიელე დამხვდა სიჩუმე და შემეშინდა რა პირველად ეხა ეგ რომ მოხდა რა ვერ გავიგე იქ რა მოხდა რა და მაგის მერე ეს
დღენახევარი ამოვდიოდი მაგ მდგომარეობიდან, არ ვჩქარობდი რომ ამოვსულიყავი რა, იმ რაღაცა სიღრმეში ვიყავი და ყველაფერს კითხვის ნიშანი დაესვა რა, აი თავით მოხდა რა, ეხლა მე არ ვიცი საوردიშოს ვაკეთებდი, უბრალოდ ესე მოხდა. და აუცილებლად თქვი რომ სიყვარულიც, ღმერთიც, აბსოლუტურად ყველაფერი რაც მეგონა რომ რაღაც იყო, ჩემი მენტალური კონსტრუქცია, ესე თქვი, მენტალ კონსტრუქცია, ესე თქვი რა, გონებრივი კონსტრუქცია. ჩემი დასკვნად თავით მოვიდა, ხო, ანუ და მახსოვს რომ იმას ვქენი, მაინტერესებდა რომ ანუ რა მიჭერს, ანუ რატო ვარ ცოცხალი რა, ანუ აი რა მიჭერს აქ, აი რო გაუშვა და მახსოვს რომ აივანზე გავედი, თავის გადაგდებას არ ვაპირებდი, უბრალოდ დავდექი, სასტუმროში ვიყავით რა ამ სემინარზე და გადავიხედე და ანუ წარმოვიდგინე უბრალოდ რა, რომ ეხლა აი სხეული გადავარდეს და მოკვდეს რა პირობითად, რა მიჭერს აქ, ანუ რაღაც მიხარია აქ და მინდა თუ რაღაცა და ძირთად რაც წამოვიდა, რაღაცა პასუხისმგებლობები იყო რა, რომელიც თითქოს აი გასაკეთებელი ამოცანები იყო რა. და მოკლედ მაქედან შემოbrunდი ისე ოთახში და მახსოვს რომ თქვი რომ ეხა დაიწყო მეთქი ჩემი სულიერი ძიება, თქო ეს 3 წელი გონებაში რაღაც თვითგანვითარება, თვითშემეცნებაში ვიყავი და აი ეხა დაიწყო სულიერი ძიება, თქო, იმიტომ რომ არ ვიცი არაფერი, თქო. ანუ ღმერთი რა არის, სიყვარული რა არის, ანუ კონსტრუქცია და ეხა მოდი ვნახოთ რა არის და აი მაგის მერე უკვე დავიწყე მაგის მერე მოვხდი, მოკლედ მოდი მოვყვები ბარემოს. მაგის მერე წავედით შემთხვევით მოვხდი ინდოეთში რა და მოვხდი აი იმაში ოშოს ცენტრში მოვხდი, სადაც იყო ეს მედიტაციები და მითხეს რომ no mind არის რა, იქ იყო რა no mind. პირველად გავიგე არც ვიცოდი წესი რა, რაღაც ოშო გაგონილი მქონდა რაღაცა. მოკლედ რაღაც მედიტაციებს ვაკეთებთ, უნავთ ღრიალებთ, მე რჩები, ჩუმად რაღაც არაფერი ისეთი არ გამოდის, უბრალოდ რაღაც პროცესში ვარ რა და ერთ-ერთი რაღაცა ჰამინგის დროს უცებ რაღაც ერთ წამით გავითიშე, აი ესე გაიღვიძა ამან და მე გაქრა რა, საათნახევარი იდენტიფიკაცია ფიქრის პროცესთან ან სხეულთან არ მქონდა, გარეთ გამოვედი, ანუ გამოვიდა სხეული, იარა, ფიქრები აგენერირა რომ რაღაცა ვაიმე, დროთა განმავლობაში ზოგიერთი ფიქრი იყო, რომელშიც აი თითქოს მინდოდა რომ ჩავრეულიყავი, აი მე უბრალოდ უყურებდი ამ პროცესს, მაგრამ აი თითქოს ჩავრეულიყავი და საათნახევარში უკან დამაბრუნა იდენტიფიკაციაში ამ სხეულთან, ამ გონებასთან რა. გამოცდილება მომცა საათნახევარი არც გათიშული ვიყავ, დავდიოდი გზაზეც გადავედი, სკუტერები რო დადიან გიჟივით რა, ანუ ასე შემდეგ რა. ხო და აი მაგის მე ეხა ფაქტობრივად ის საათნახევარი შეკითხვა ვინ ვარ, რა მე რა არის, ანუ სიტყვები რას ნიშნავს, მნიშვნელოვანი არ იყო რა, ანუ ეს აბსოლუტური თავისუფლება იყო, ძალიან დიდი შეგრძნება იყო, ნეტარება, რა ვიცი, ექსტაზი, აი ძალიან დიდი ესეთი შეგრძნება იყო, რომელიც ანუ იყო განუყოფელი ჩემგან თუ რაღაც ესეთი, აი ეს რაღაც ხდებოდა, მაგის მერე, ანუ ჩემთვის თავისუფლება, იმიტომ რომ ეხა ეგ გამოცდილება მაქვს რა, ვიცი, ანუ ეგ არის, ანუ იმიტომ რომ არსებობს მდგომარეობა, სადაც აბსოლუტურად სიკუტილის საკითხიც არ იდგა, იმიტომ რომ სხეული როგორ თქვა რა, ანუ ერთი 30 მეტრიანი ბურთში აღვიქვავდი ყველაფერს, სხეული რო დავარდნინ იყო, მე არ მოვკვდებოდი ეს სიცხადე, ანუ კრისტალური სიცხადე იყო, ვერავის ვერ დააეჭვები, არავინ არ იყო რომ დაეჭვებულიყო რა, ანუ რა ეს ეგეთი სიცხადე იყო და ეხლა მე რახან ეხლა ეგ გამოცდილება მაქვს, აი რომ მკითხე რომ რა არის ჩემთვის თავისუფლება. ის არის აბსოლუტური თავისუფლება, თავისუფლება სიკვდილის შიშისგან, ანუ და თავისუფლება აბსოლუტურად ყველაფრისგან, იდენტიფიკაციისგან, პიროვნებისგან, მამობისგან, მეგობრობისგან, ანუ როლები აბსოლუტურად ყველა. ის და ასევე სხეულისგან. ასევე მეობისგან, ანუ რომელიც არის რაღაცა ინდივიდი თუ ობიექტი თუ სუბიექტი, ანუ მაგისგანაც კი, ანუ ეს თავისუფლება არის, ეხაც აქ არის უბრალოდ მე ვერ აღვიქვა. თორე აქ არის, ანუ ვერ განიცდი, აი ხა მე ფიქრი რო არის თავში, ამას ვებმევი მაგის მნიშვნელობას და ვფიქრობ რომ აქ არის, სანამ მე არ დავინახო ეს მე ეს უბრალოდ სიტყვა, ან იქაც ეს სიტყვები რომ მესმოდა ფიქრები, მესმოდა უყუნთ აი აქ, ანუ ეხა ხო თავში მე პერსპექტივა ქონდა სხვა, ნუ იქ ისმოდა საუნდტრეკივით ისმოდა სადღაც, ანუ იმიტომ რომ აქ ვარ თავის უკან და მაშინ იქ არ ვიყავი და ის ისმოდა ჩემში, ისმოდა თუ ახლა დავარქვათ თუ უნდა ავხსნათ რაღაცნაირად, თორე ის უბრალოდ ისმოდა. ამიტომ ეგ მდგომარეობა არის აბსოლუტურად თავისუფალი შიშისგან უდიდეს ნეტარებას განიცდი, ანუ აი საკითხი, ანუ ვერ შეადარებ ვერაფერს, რომ ამაზე უკეთე, ანუ მსჯელობაც აღარ ჩდება რა, ანუ აი აბსოლუტური ბედნიერებაა, სიხარული, ნეტარება, სიყვარული, რა, ყველაფერი ერთად, რომ
ანუ ყველა საშუალებაზე მოქმედების რო ერთდროულად მიიღო და ცუდად არ გაგხადოს, ალბათ მაგას გამიცდა. ანუ შენ ეგ მდგომარეობა მოგიტანა მედიტაცია, ან მედიტაციაში ვერ დავარქმევ რომ მედიტაცია მეტყვი, რომ მას შემდეგ ანუ მე ჰამინგს ვაკეთებდი და ამ ნახევარსაათიანი ფაზა იყო და აი ბოლოსკენ სადღაც აი ამში აი რაღაცნაირად ჩამეტკბი თუ ჩამეძინა და ოპა, მე თავისით ანუ მე უცებრად გაეღვიძა ხელს, ანუ არ დაიძინას, გამის კისერით ჩამორდა, ამოვარდა და ანუ თქვა ახსნა არ მინდა ზედმეტ ვიღაცებს შეუქმნა ილუზია, მაგრამ მე რასაც მოყვები ჩემი ექსპერიენსი იყო, რაღაცა მოხდა ხო შიგნით რაღაცა და გავედი სხეულიდან, მაგრამ სხეული დარჩა რა, მაგრამ ნეტა ფსიქიატრები როგორ დაარქმევენ ამას, ხა დეპერსონალიზაციას თუ დერიალიზაციას თუ რაღაცას ეგანიცადია ალბათ. Çünkü რაღაცა წამალი გიგუთნის ეხა ამის მიხედვით. ფსიქიატრებს თუ დაუჯერებთ კი, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ეგ ინდუსტრიაც მე. მაგაზე წმინდა ცალკე ის გავაკეთოთ პოდკასტი. ცალკე დაუძახოთ საერთოდ ფსიქიატრს ეგრეს ხო საინტერესოა. დაუძახოთ საინტერესოა, მე ვხედავ ძალიან ბევრი ადამიანი ზღედან ამ წამლებზე გაბრუებულები და ეხა დაუბრუნდა მე სხვათა შორის მეც მქონია ერთხელ ეგეთი, ორჯერ მქონდა ეგეთი გამოცდილება, ერთხელ განვიცადე სასწაულად სასიამოვნო განსაცდელი ესე ვიტყოდი ვერ აღვწერ რა ის იმ ხელა დოზით სიყვარული განვიცადე რომ ამდენს ვერ დავიტევ თქო ანუ ერთადერთი თხოვნა იყო რომ ამდენს ვერ გავატარებ თქო იმ ხელა დოზით იყო და მეორეჯერ ეგეთი გამოცდილება მქონდა დეპერსონალიზაციის ერთხელ იმ მაშინ შემეშინდა ანუ იმდენად შემეშინდა რომ გავედი და მოვწყდი და ჩემ თავს რო უყურებდი აი კომპონენტი მაშინ ერთხელ ანუ ესეთი გამოცდილება ერთხელ მქონდა და ძალიან შემეშინდა და მეორეჯერ მქონდა აი არ ვიცი არაფერს არ მოუტანია ცხოვრებაში ეგეთი გამოცდილება ანუ რაღაცა ამდაგვარი სპონტანური არ ვიცი რაღაცა ეგეთი გამოცდილება მეც მქონია თქო რა ანუ ბევრი მე ხო უკვე მე რო ვიწყებ ყველა რაღაც ქონია რაღაცა განუცდია ეგ რა. ოკეი, ეს აბსოლუტური თავისუფლება. გავიქი, განცდის ზონაზე განცდილი და ალბათ ეგ არის შენთვის ახლა რაღაც. ხო, ჩემთვის არის რაღაც დამარკერებული, იმის მერე რომ მედიტაციაზე რომ მკითხე უბრალოდ რომ ანუ რაღაც იმის მერე სულ მედიტაციები და იმები ვცდილობ რომ იგივე მდგომარეობა გავიმეორო, ანუ ეგო ცდილობს, ხო, ვინ ცდილობს. ვერ გავიმეორე იგივე. გავიქი, წავედი ერთი თვით წავედი, მაშინ თუ ერთი კვირით ვეყავი და ესეთ დამემართა ხა ერთი თვით წავალე მინდოეთში იგივე ცენტრში თქო და იმას ანუ არა ეს როგორც კი ამას რა ეს ეგო ვერ ეს ილუზიაა რა ანუ როგორც იმას ხო უნდა ეგ ხო მე ვერაფერს ვერ შვები ამას სანამ უნდა ამოწუროს ეხა ეს ცდილობს მედიტაციები მე სამსახურიდან წამოვედი იანვარში 1 წლის წინ რომ მედიტაციები მეკეთებინა დღეში ბევრი საათი ანუ სამსახური ანუ აქეთ იმიტომ რომ ამას იმდენად მოუნდა ეგ აი ვიღაცას ბევრი ფული უნდა ხო ვინც დეპრესიაში არ არის და იმაში რაღაცაში ანუ ხო ბევრს მუშაობს რომ ეს ბევრი ფული ესე მე მედიტაციით ეგო ცდილობ მე ვერაფერს ვერ შვები ეგ მოინდა მაშინ უნდა დავждე დეპრესიაში ჩავდე არ უნდა ეცადოს რომ მიაღწიოს რაც მიუღწეველი გამოდგა ან უნდა დეპრესიაში ჩავარდეს ორი ვარიანტი აქვს ეხლა ამას ვერ მართავ ანუ სურვილი მოდის ანუ უნდა ამოწუროს და ეხლა მე ბევრი ვიმედიტირე დროთა განმავლობაში მივხვდი რომ უი მედიტაცია ანუ ამას ვერ ვიმეორებ ანუ სურვილით ან ნელ-ნელა ჩემი ეგო ხვდება რომ ვერ მიუღწეველია ის რის იმიღწევაც უნდა რა და ეხა ნელ-ნელა მომშვიდებს და არა აბსოლუტურ ბედნიერებაზე ისა თავისუფლებაზე რო გადავიდეთ ბოლო დროს აი იქ ხო ვერ ვარ იმ მდგომარეობაში რა ჩაულებრივი მაგის მერე განცდებიც მქონდა ცუდი ანუ განაისრა ეგ რაღაც რომ მოხდა მე მაგის მერე არ მშთები მაგ და დავფრინავ არა ჩაულებრივი ცხოვრება ანუ იგივე განსაცდელები რაც და გასაჭირები რაც მქონდა ფსიქოლოგიური იგივე რაღაცები ისევ დღის წესრიგშია მაგრამ როგორ თქვა თავისუფლება მაინც არის გონებისგან თავისუფლება რა ანუ მე არანაირი თავისუფლება სხვა არ არსებობს აქ რა ანუ ეს რო რაღაცა კი, არის ფინანსური თავისუფლება რაღაც რომ კი ადამიანს თუ აქვს საჭიროება რომ საჭმელი ჭამოს და ის და რაც საჭიროებებიც აქვს მართლა
იმის დასაკმაყოფილებელი საშუალებები მოიპოვოს versus რომ დაждდეს და დეპრესიაში იყოს, ჯობია რომ მოიპოვოს, იმიტომ რომ როგორ თქვა, გაათავისუფლებს რა ამ საფიქრალს, იმიტომ რომ ის დაუკმაყოფილი, საჭიროებებისგან თავისუფლება. მე თუ დაკმაყოფილებული მაქვს, მე თუ მშია და საჭმელი მაქვს, პრობლემა არ არის. ეს უნდა გავაცნობიეროთ, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ აი რაღაცა თვითმყოფადი, საჭმელსაც არ შევჭამ, წყალსაც არ დავვლებ, სიყვარულიც არ მინდა ადამიანებისგან, არაფერი არ მინდა და მე ესე მარტო კარგად ვიქნები ყველაფრისგან, აქეთკენ რაღაცას უკიდურესობაში ვარდება ზოგი ადამიანი. მე თუ საჭმელი მაქვს და მე თუ მშია და საჭმელი მაქვს, კაი, ოკეია რომ მშია რა და საჭმელი მაქვს ჭამ და თუ მე საჭმელის მოპოვება უნდა შევძლო, მქონდეს უნდა ვიმოქმედო ჩემი საჭიროებებს. და ნელ-ნელა ეს მათავისუფლებს, თავისუფლება არის, რაც ნაკლები განსხვავება არის ჩემს საჭიროებებთან, რაც ნაკლები დაუკმაყოფილების საჭიროება მაქვს, მით უფრო თავისუფალი ვარ და რას ნიშნავს? იმიტომ რომ დაუკმაყოფილების საჭიროებები აგენერებენ ფიქრები და ემოციები, ხო? ფიქრებს და ემოციებს. ფიქრები და ემოციები არის ჩვენი ბორკილები. ფიქრები და ემოციები რო გავწიოთ, აქ არის აბსოლუტური თავისუფლება. რაც ნაკლებია ფიქრები და ემოციები, რაც მე ნაკლებად ვრეაგირებ ფიქრებზე და ემოციებზე, ხო? მით მეტად შემიძლია აქ და ახლა ვიყო კარგად. ხა აქ რო ვარ კარგად ვიყო. იქ რო ვიქნები, მე იქ კარგად ვიყო. და ეხლა თავისუფლება რას ვაკეთებ ეხლა, ხო? ვერ ვსხივოსნდები, ვერ მივდივარ იმ აბსოლუტურ თავისუფლებაში, ხო? ცადე არ გამოვიდ. ესე ფიქრები მოდის, ხო? ყურადღებას გავწევ გვერდზე. ფიქრებს ვაშორებ ყურადღებას. ხა სხეულზე გადავიტან ყურადღებას. პრობლემა აღარ არის, ფიქრში არის, შევდივარ იმის შინაარსში. ფიქრის მნიშვნელობა. შენაბობ რო აუხსნათ, ხა შეიძლება ბევრი ვერმა შეხედოს, ვინც არაპრაქტიკებს mindfulness, ხო? ჩვენი ფიქრი იზიდავს ჩვენ ყურადღებას და რეალურად ყურადღება გატაცებულ ფიქრს აგზალა ჩვენზე. თუ გაქვს უნარი, რომ უბრალოდ რეაქციის გარეშე დააკვირდე ფიქრებს და ეს უნარი არის ზუსტად ის უნარი, რომელზედაც ყველანი ის ცნობიერებაზე მუშაობთ, ან გაცნობიერებაზე, ან ეს არის რავი, მედიტაცია, იოგა, ნებისმიერი mindful პრაქტიკა რაც უნდა იყოს. ეს გაძლევს შესაძლებლობას უბრალოდ რომ ჯაჭვი გაწყვიტო ფიქრს და ყურადღებას შორის, რომ შენი ყურადღება მართო რეალურად ფიქრებს ვერ მართავ და მიცე შენ თავს იმის ალბათ სივრცე საკუთარ თავს, რომ ფიქრი და რეაქცია ფიქრზე შუაში არის ალბათ ის მომენტი თავისუფლების პატარა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიყენებთ, ვინც ოდნავ მაინც mindful ცხოვრების ცხოვრობს, ასე ვიტყოდი. ხო, რავი, მე შეიძლება ბევრი რაღაც მედიტაციის ტექნიკები რაღაც მიცდია, მაგრამ ბევრი ხალხსაც უცდია რა, მაგრამ ძალიან ბევრი მედიტაციის ტექნიკების ცდაც არ ჭირდება იმას, რომ ეს იგნორო, ყურადღება გადაიტანო, ფიქრები, ხა კარგი ფიქრები მაქვს და მომწონს, რატომ უნდა მოვაშორო, ხედავ ამ ფიქრებს და ვახმოვანებ აქ რა. მაგრამ თუ ზივარ, ხა რომ მოვდიოდი გზაში, სადღაც გამეფიქრა, რომ პოდკასტი როგორი გამოვა, ხალხს მოეწონა. ეს ფიქრები წამოვიდა და ხა ხო არ ვიფიქრო რა ვთქვა იქ, ესე რომ წამოვიდა, შფოთი წამოიღო რა, რა. გავწიებ უბრალოდ, მოვაშორე რა ყურადღება. არ შევედი მაგის, იმიტომ რომ რა თმინდა, იმ მომენტს ეს მიფუჭებს. არ მოეწონება ხალხს, არ მოეწონოს, რატო ნერვიულობ შენ დღეს? რატო არ უნდა მოეწონოს? რა მოამზადო რაღაც რო გააკეთო? ეს ხვალ ხა ფული მექნება თუ ხვალ საჭმელი მექნება თუ არა, თუ შეგიძლია რამე გააკეთო იმ ფიქრისთვის გააკეთე, მაგრამ თუ ზიხარ და ვაიმეში მიდიხარ, მოაშორე ფიქრი. ცოტა ყურადღება მოაშორე ფიქრს, არ მიაქციო ყურადღება, ეს ხო შეუძლია ადამიანს. ხო, იმიტომ რომ მესმის, კი, ჩემი უპირატესობა რა არის, ჩემი უპირატესობა რო ესე შემიძლია. ეგოს მოწონს ეგ უპირატესობა. არა, ეგ თავიდანვე მოწონს თუ რაღაც, მაგრამ მე რა მეხმარება რომ ეხა ესე თამამად ვილაპარაკო იმაზე რომ ფიქრს მოვაშოროთ, ადრე ვერ ვაშორებდი. ადრე რითიც დავიწყეთ შემეცნება, ტექნიკები იყო ფიქრებისთვის როგორ მოგევლო, ხო აქ არ იყო საუბარი, მაგრამ ეხა ნელ-ნელა მე უკვე დროთა განმავლობაში ვისწავლე რომ ეს ფიქრები ნამდვილი, ესენი არ არის ეგეთი ნამდვილი, როგორიც შენ რო თქვი რომ აღვიქვავ და განვიცდი, მე ნელ-ნელა ეს ამათი სინამდვილეს ის მიქრება, მიმცირდება და ამიტომ მიოლია რომ მოვაშორო საფრთხისგანაც და ნელ-ნელა მცირდება რა. რამდენადაც უფრო აშორებ, კი, მედიტაციების პრაქტიკა, პრაქტიკის კეთება დამეხმარა მაგაში, რომ
ფიქრებისგან მოშორებულ მდგომარეობაში ყურადღებით შვენიურად ხარ და ცხოვრება უკეთესად მიდის, იმიტომ რომ უფრო მშვიდად ხარ და უფრო საზრიანად ხარ და უფრო სიყვარულს და ანგრძნობ და ასე შემდეგ. აი ეს გონება ავადმყოფობა არის და გუჯერა რომ ნამდვილი არის რა ეს და აი ეს პრობლემაა. ოკეი, მეც გადავა მაშინ ჩემთვის როგორ არის, მე ძალიან შემეხმეა და მგონია რომ შინაგან თავისუფლებაში ჩვენ ახლოს ვართ, თუმცა ერთ რამესაც დავამატებ. შენ ახლა რეალურად პრაქტიკულად ის ახსენი რის ახსნაც მინდოდა თავისუფლებაზე ბევრია ნაწერი. ისეთი ფუნდამენტური ღირებულება არის და ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანისთვის კაცობრიობის ისტორიაში. მე არ მგონია რომ ეს ოდესმე არ იქნება, არ ვიცი, ალბათ ტოპ 5-ში შემავალი ფასეულობა არის, ალბათ ესე ვიტყოდი თავისუფლება, ხო? ანუ ადამიანს აქვს სწრაფვა თავისუფლების. მე ნომერ პირველი არის. უნდა რა ვიცი. ჩემე again, შეიძლება ვიღაცისთვის სხვა არის, მაგრამ ოკეი, მაგრამ მგონია რომ ტოპ 5-ში არის, იმიტომ თავისუფლება თუ არ არის, მე დანარჩენ ფასეულობები რამდენად ფასეული რჩება, ეგეც კაი კითხვაა, ხო? და თავისუფლება რა არის? ეხლა ერთ რაღაცას ვიტყვი, მაინც შინაგანისკენ წავალ, ბუნებრივია მეც და ჩემთვის ალბათ თავისუფლება პირველ რიგში არის განპირობებლობისგან მაქსიმალური თავისუფლების მოპოვება, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ თუ არა მაშინ ბიორობოტები ვართ, ანუ რეალობაში ჩვენ ვართ დაპროგრამებული ბიორობოტები, რომელშიც აქვს გაწერილი, რავი, გარე სამყაროში რაღაცა ხდება, მე ამაზე მაქვს რაღაცა ფიქრი, განმარტებას ვაძლევ რა მოხდა გარე სამყაროში, მაგ განმარტებიდან გამომდინარე განვიცდი ემოციას და ამ ემოციიდან გამომდინარე მაქვს შაბლონში გაწერილი ესათვის მოქმედება, ანუ მოქმედობა. და ბოლოს დგება აქედან გამომდინარე დგება რაღაცა შედეგი ამ მოქმედებიდან და ჯამში ეს არის რასაც ვეძახი ჩვენი ცხოვრება. ხასიათი, მე ესეთი ვარ, მე ესეთი ხასიათების ვარ, ეს ყველაფერი მანდარი. და რეალურად მაქსიმალური თავისუფლება ამისგან მაძლევს მე განცდას თავისუფლების, რომ მე შემიძლია რეაქცია თავად ავირჩიო. ანუ დავინახო ავტომატური რეაქცია, რომელიც აუცილებლად მექნება, არსად არ წავა ეს ავტომატური რეაქცია. შეიძლება რაღაც ავტომატური რეაქცია, სხვა ავტომატური რეაქციით ჩავანაცვლო, ეგ ის პროცესია, მაგრამ მაინც რეაქცია არის და მაინც ავტომატურია. როგორც ფიქრი ავტომატურია, ანუ საბოლოო ჯამში მე არ მაქვს არანაირი ზეგავლენა ამ ფიქრის პროცესზე, მაგრამ მაქვს ზეგავლენა ჩემ რეაქციაზე ამ ფიქრის პროცესზე. ანუ რა შემიძლია მე გავაკეთო? სად არის ჩემი ძალა? ჩემი ძალა არის ორ რაღაცაზე. პირველი ბუნებრივია ისეთი აქტიურობები დავკავდე, რომელიც ბუნებით უკეთეს ფიქრებს გააჩენს ჩემ ცხოვრებაში, უფრო ნაკლებ ტკივნეულს ვიდრე ჯამში შეიძლება მქონდეს. და მეორე ნაწილი არის ჩემი რეაქცია ჩემივე ფიქრებზე. ანუ აღმოვაჩინო ჩემი რეაქცია და როგორც ვიქტორ ფრანკლის განმარტება თავისუფლების ალბათ ყველაზე მეტად მეხმიანება მაქინა გამომდინარე, რომ თავისუფლება დევს სტიმულს და რეაქციას შორის. რომ ყველაფერი ცხოვრებაში არის სტიმული. მათ შორის გარედან, მათ შორის შიგნიდან, ანუ შიგნიდან გამაღიზიანებელი. ხო, გამაღიზიანებული არის სტიმული, ხო? და ეს სტიმულზე მე მაქვს რაღაცა რეაქცია და ის რეაქცია შეიძლება იყოს ავტომატური და აქედან გამომდინარე ვარ ბიორობოტი, ეგ არის ალბათ იუნგი რასაც ამბობდა, რომ თავარი ადამიანის პრობლემა არის ის, რომ ადამიანი არის გაუცნობიერებელი. მეტი არაფერი არ არის პრობლემა. და საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრება აუმბათ არც ეგეთი საშიში არ არის, არც ეგეთი საზრუნავი არ არის. ანუ არაფერი ის არ არის ცხოვრება საბოლოო ჯამში ტკბობა ცხოვრების შეიძლება აქ და ახლა. ხო, მაგრამ ის რაც ამ ტკბობას უშლის ხელს, ისიც აქ და ახლა. დავარქმე ორივეს. კი, აბსოლუტურად. აი მაგრამ ძალიან კარგად თქვი რა. იუნგისაც რომ გაუცნობიერებლობა, რისი გაუცნობიერებლობა რაღაცეები რაც ნამდვილი როგორც გონია ისე არ არის. ხო, ანუ ეგ არ არის გაუცნობიერებლობა, რომ მე მჯერა რაღაცა სიბნელის, ანუ ეს არა ხო რა. ნუ ჩვენ ვიბრძვით ალბათ იმაზე, რომ ჩვენ რისის გვჯერა სამყაროზე, ჩვენ გვჯერა რომ ის აბსოლუტი. ხო, ეგ არის ნამდვილი. ხო, აბსოლუტურად. იმიტომ რომ არის რაღაცა მაინდსეტი ასე ვთქვათ რა, სადაც ეს ანუ ეს ესე არ არის. და ის გათავისუფლებს. კარგად თქვი რა, აი ნახე, რეაქცია რა არის, ფიქრი არის, ვთქვათ, გამაღიზიანებელი სტიმული, ხო? ანუ რომ გამოიწვიოს რეაქცია. და ანუ რეაქცია რა არის? რეაქციაც ხო ფიქრია. ანუ რეაქციაც ხო ფიქრია, ჯერ მე შეიძლება სხეულებრივი მოყვეს, მაგრამ აი რაღაცა. ხო, ანუ გავიფიქრე რომ ეხა ვაიმე სადღაც მოგვიანდება და ანუ რაღაც ფიქრი მოვიდა რომ აი სადაც დავხედე და 5 აკლია და მე ვიფიქრი რომ ანუ ვერ მივასწრებ და ნერვიულობ, ჩქარობ, რაღაცა ხდება, ხო, ყველას გვაქვს ხოლმე ხა ეგეთი შემთხვევები.
ნახე რა არის მე რომელთან გავიგივდები აი მე აი ამ ფიქრთან თუ გავიგივდი დამიჭირა აი რეაქცია რა არის გავიგივდი იმ ფიქრთან რომ მე მაგვიან აი გავიგივდი და დამიჭირა რა და აყვა შემდეგი ფიქრი მოვიდა აი ხა ვაიმე ესე უნდა გავაკეთო და ამასთანაც გავიგივდი ვაიმე ესე რო ვერ გავაკეთო ისა ამასთანაც გავიგივდი ნახე ხა სადამდე დადის ეგ ყველაფერი რა ანუ გაიგივება ანუ ფიქრიც რეაქციაც ფიქრია გაიგივებაზე არის პრობლემა საწყისი ფიქრი მე არის ანუ აი რაც ნაკლებად ფიქრებთან გაიგივდა თუ ძირში ადამიანი მესთან გაიგივებასაც გაუშვებს ჩახსნის მაგ დროს ხდება ის ფენომენი რასაც ეძახიან რაღაც აბსოლუტს რა ანუ აბსოლუტი გამოღვიძებული გასხივოსნებული რაღაცა ბუდა რა ვიცი იესო ანუ ეს რა ეს მდგომარეობა რა სადაც ეს რა არის შენთვის აი ეხა შინაგანზე ბევრი ვისაუბრეთ ბანემ გარეგანს თუ გინდა შეეხო თავისუფლებას რა არის შენთვის რომ ბანემ რაღაცნაირად გემრიელად ეს თემა როგორ თქვა გავშალოთ გარეგანი თავისუფლება ანუ აი მაინც უფრო მატერიალურ სამყაროში როგორიც გინდა როგორცაც გესმის არა უბრალოდ ხო ეგება უკვე გაშალე და აღარც გჭირდება არაფრის დამატება ანუ აი გვახსენე მაგრამ მაინც დავამატებ რა რომ ანუ აი ეს შინაგანი და გარეგანი ანუ არ უნდა გავმიჯნოთ ძალიან რა ანუ მიჯნავთ აი მაგალითად მატერიალისტი ადამიანები უფრო მიდიან ხოლმე გარეგანის ორგანიზებაში და აი თქვათ სულიერი ადამიანები ამას უგულებელ ყოფენ ინდოეთი რო ავიღოთ რა და შია წყურია ცებინძურაში არიან და შინაგანში მიდიან რა და ანუ ეს ორივე ბუნება ჩვენია რა ანუ ეს კაია ანუ აქ რამდენი კაი რაღაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ანუ ამის უგულებელ ყოფა არ შეიძლება მე ვფიქრობ რომ ადამიანმა თავისი უნარები უნდა გამოიყენოს რომ თავის მატერიალური და გარეგანი საჭიროებები დაიკმაყოფილოს ანუ ვფიქრობ რომ გარეგანი თავისუფლება ანუ მე მუშაობ შემოსავალს ვიღებ იმისთვის რომ ჩემი მატერიალური საჭიროებები დავიკმაყოფილო რა ანუ რა ვიცი ეს რაღაცა გზავრობა თუ ჭამა თუ კარგად ჭამა თუ whatever ანუ რაც არ უნდა სულ პრობლემა არ არის ანუ თუ იკმაყოფილებ ну რა პრობლემა არის ანუ არანაირი პრობლემა არ არის რა ამიტომ ეს რაღაც რო აი შინაგანი კაია და გარეგანი ცუდია საერთოდ არა რა ორივე ძალიან კაი არის და გარეგანი თავისუფლება არის როცა შენ გაქვს საკმარისი საშუალებები იმისთვის რომ შენი საჭიროებები დაიკმაყოფილო და მოიპოვე იმის ნაცვლად იმის რომ დაждდა დეპრესიაში იყო ან რაღაცაში რა ხო აქვე მინდა ვთქვა რომ დღეს ვეხებით ესე ტერმინს როგორც არის თავისუფლება და მე და ბურჯოა თუ გაგვისწორდა, ალბათ გაგვისწორდება, გავაგრძელებთ ეგეთ ტერმინებზე საუბარს და თუ გაინტერესებთ 100 ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა რაც არის სამყაროში, რომელშიც მე და ბურჯოა ჩავსურავთ ჩვენი ორი ცნობიერები და შევეცდებით ცოტა მივანათოთ ამ სიტყვებს იმის შესაძლებლობებით, რასაც ჩვენი ცნობიერება იძლევა, გამოიწერეთ ჩვენი არხი იმისათვის რომ ყოველთვის იცოდეთ შემდეგი რა არის და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, დაგვისვით კითხვები. ანუ ესეც საინტერესო იქნება ჩვენთვის მომავალზე, მომავალ ჩაწერაზე კითხვები ძალიან დაგვამოტივირებს და კიდე გვაფიქრებს უფრო მეტად. სტიმულია კითხვა. სტიმული. აი მაგალითად შემდეგი, თუნდაც შემდეგი სიტყვა რა ავირჩიოთ იმასიდან, ეგეც ხო საინტერესო იქნებოდა. რა არის იცი? საბოლოო ჯამში აი ეს მე მგონი ლენდმარკში იყო ეგ და მე სხვადასხვა ეს free to be free to act ძალიან მეხმიანება გარე სამყაროსთან მიმართებაში რა მიხვით იმისავე გეთახმები რომ ასეც ასახად არასდროს არ არის ანუ შინაგანი და გარეგანი თითქოს მთლიანი არის ყოველთვის და ეს ჩვენ პირობითად ვყოფთ ახლა ორ როგორ თქვა თუმცა გულწრფელად რო გითხრა სანამ მე შინაგანი სამყაროს საერთოდ რა არის შინაგანი სამყარო დავსვი კითხვა ჩემს ცხოვრებაში მე ხო ვიყავი ოდესღაც მანდ მანამდე ჩემი ცხოვრება ძალიან გავდა აი სახში რო იყო და ესე ფანჯარაში რო იყურებოდე და აი ფანჯარაში რო იყურები აი ესე გაგთვალ აი ესე რო თან რო ვერ აღიქვა რო იმაში ხარ ოთახში ხარ ანუ იმდენად კარგად გქონდა არც ცხენებს რა ქვია ცხენებს უკეთია ესენი რაც გვერდებზე რო უკეთია ხო არიცით ვიცი რა ხო იცით ცხენს რო არ დაკარგოს ფოკუსი რაღაცა უკეთიათ გვერდებზე კი უკეთია თვალ შილდები ხო შილდები უკეთიათ რაღაცა რა ხო და ისეთი კარგი მეკეთა ეს რო არც მეფიქრა იმაზე რომ მე ოთახში ვარ და ეს ოთახი თურმე ჩემ შინაგანი სამყარო იყო რა ანუ
საბოლოო ჯამში სულ იხედებოდი გარეთ. ხო. და ალბათ როდესაც იქ მდგომარეობა გაქვს, მაშინ ფოკუსის მოხსნა გარედან და შიგნით შემოტანა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთოდ ვემის ხეული მაქვს, ვემის ხეულში რაღაცები ხდება, რა შეგრძნებები არის ხეულში საერთოდ, ანუ მე მახსოვს ეს პერიოდი, როდესაც სულ გარეთ ვიყურებოდი, და მთელი ჩემი ფოკუსი სინამდვილეში, რომ ამბობ, რომ მეძინა სინამდვილეში რაც გულს მეძინა არის, სულ გარეთ ვიყურებოდი და სულ გარე სამყაროში იყო ჩემი ფოკუსის ალბათ 99 ხო 99% ჩემი ყურადღების იყო გარეთ. უმეტესობა ადამიანი დღეს ეგრე ცხოვრობს. ეგრე ცხოვრობს და ჯერა რომ ეგ არის ცხოვრება. სინამდვილეში ანუ მთელი სამყარო არ არის აღმოჩენილი ჯერ, მაგრამ იქ არის. ოღონდ არ წასულა ეგ სამყარო, არსად იქვია, ელოდება თავის აღმოჩენას. მე მაგაზე სულ მახსენდება ის გახსოვს ალისა ვონდერლენდში, ანუ მე შენ გაჩვენებ რამდენ ღრმა არის შენი ისა. ეგ ზუსტად მაღაზია. ეგ ზუსტად მაღაზია რა, ამ ჩაცურებაზე. ხო და ამ თავისუფლებაზე რომ ვფიქრობ, ძალიან მეხმიანება ეს free to be, free to act, ანუ თავისუფლება რომ იყო, როგორც გინდა რომ იყო და თავისუფლება რომ იმოქმედო ისე როგორც გინდა რომ იმოქმედო. ხო, ზუსტად. და არა იქიდან გამომდინარე რომ ვინმეს მოვეწონო ვიღაცისგან ფული მივიღო, სარგებელი მივიღო, რამე მივიღო, თამდევო მივიღო, შექება მივიღო, რაღაცა მივიღო. ანუ თითქოს და კავშირში ვიყო ჩემ ავტენტურობასთან და ამ ავტენტურობასთან კავშირში რო ვარ, აი ეს ყოფით და მოქმედების შესაძლებლობა მქონდეს, არის ჩემთვის თავისუფლება, რომ ეს რაღაცნაირად ალბათ თვით გამოხატვამდე მივდივართ რა, თვით გამოხატვა ეგ რა, ანუ საიტკენს მე მივდივარ რა, ანუ ეს გინდა ყოფა და გინდა კეთებაც, ის ყოფაც და კეთებაც ორივე თვით გამოხატვა. და ალბათ ამ თვით გამოხატვაში მე მოგდის თავისუფლების შეგრძნება, რომ აბსოლუტურად. თავისუფლებაში ხდება თვით გამოხატვა თუ თვით გამოხატვაში მოდის ერთმანეთს. შეიძლება ორივე. შეიძლება ორივე სივრცე უნდა თავისუფლებისო თვით გამოხატული იყო და ამავე დროს თავისუფლების განცდა მოგდის, როდესაც თვით გამოხატული ხარ სრულად. აი თითქოს ეს ორივე არის. ხო, ზუსტად აი იმპულსია რა, რაც მოდის რაღაცა მოდის და გააკეთებ და თავისუფლება გაქვს რო, აი ბავშვები როგორც არიან რა, ანუ ის დაინახა ის აინტერესებს იქით მოძრაობს და ბედნიერი არის რა, ანუ არ ჭირდება და იმიტომ რომ ეგ არ ფიქრობს მაგდენს. ანუ ეგ იცვლება, მარტო ეგ იცვლება, რომ ფიქრები გვემატება. რა წყარო რა არის სურვილებია ეს მინდა იყოს ის არ მინდა იყოს რა რა იზღუდება თვით გამოხატვა იზღუდებ დგავარ და ვფიქრობ და ვაკეთებ სხვა რაღაცას რაც არა იმას რაც მოდის მე დილით რო ვიგვიწებ შეხში მიეჩვევნენ რა ხან კივი ხან ყვირი ანუ რა მოდის ეს რა ანუ აი წადეთ აი მართლა აი დილით მართლა რო გაიგოს გარემო იქნება რა ვიღაცას ექნება აი 10 წუთი დაინიშნა და აი უბრალოდ რაც მოუნდება ხელს ან თუ უნდა ტყაპუნი რა რაც მოუნდება უბრალოდ გააკეთოს რა აი უბრალოდ აი 10-5 წუთი წადე რომ რაც მოუნდება ფიქრებში არ წახვიდე ფიქრებს რო იქნება არა აი გიჟივით მიეცი თავისუფლება რასაც დაარქმევდი შეიძლება გიჟივით მოგწევს ანუ არა კონტროლო მოქმედება 1-5-10 წუთი არაფერს არ დააშავებ შეუძლია ადამიანებს გონია კიდევ გონია ჩვენ რომ თავისუფალი ადამიანი საშია რომ ვერაფერს ვერ დააშავებ ну გიჟი თავისუფალია ყველა ხო რა თავისუფალია ხო ანუ ვერ დააშავ ვერ გააფუჭო ნახე როგორი კოდი უდევს მატრიცას ეცოთ გავჩერდეთ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა თავისუფალ ადამიანს ეზახის გიჟს ეს ფრაზა ხო თითქოს ის არის ესეთი უნებელი არ არის უნებელი ფრაზა ეგ არის პირდაპირი კონდიშენინგი მასივ ხო მასივ კონდიშენინგი მატრიცის რო დაგაფიქროს სანამ თავისუფლად შენ თავს გამოხატავ რამდენად ადეკვატური ხარ სამყაროსთან და სხვისი შეფასებასთან მიმართებაში აი ესეთ ანუ თუ სხვანაირად გიჟი ხარ ანუ თუ სხვას არ ითვალისწინებ ესე იგი გიჟი ხარ ხო ამას გეუბნება მატრიცა ხო ანუ ეს არის ასევე დასწავლილი რაღაცა და მე უკვე აღარ ვიძახი იმას, რომ ბავშვობაში ასგოვნებოდნენ ტეხავს სირცხვილია, ხო? ანუ ეს კონდიშენინგი საიდან მოდიოდა? შეფასებებიდან, ნათქვამი რომ ესე არ მოსულა, რომ სირცხვილი ესე გააკეთო, როგორ არ გწხვენია ამას რომ აკეთებ თუ ესე ამჟღავნებ შენ თავს. ჩვენ ეს თავისუფლება და თვით გამოხატვა სინამდვილეში ნაწილ დაგვატყდა. დაგვატყდა ისე როგორ თქვა, პატარა ნაწილაკებად დაიშალა ეს თავისუფლება
ну იმიტომ რომ სამყარო ისეთია როგორ ის არის. ამაზე ალბათ კიდე ბევრს ვისაუბრებთ. რამე თქვენ ხო არა გაქვთ გოგო? მადლობა პირველ რიგში რომ ესე რა ჩვენ სპონტანურ რაღაცა სხვა პოდკასტში დაგვეხმარეთ რომ ჩაგვეწერა, მაგრამ თქვენ ხო არა გაქვთ რამე კითხვა? სექტორზე მგონი თალკე ჯობია რომ დიდი გადაცემა გავაკეთე. რომ მაგაზან, ანუ ბევრი ადამიანი არ იყურება მაგ თემას, გავურბივართ არა და მან თარიხსნა. მაგაში ჩახედვაში არის ხსნა. ოჰ, ეს ერთ-ერთი ისეთი მისტიური და ისეთი აუცილებლად გავაკეთოთ. შეიძლება შემდეგიც გავაკეთოთ. ისეთი იმდენად მნიშვნელოვანია. იმდენად ტაბუირებულია რომ მე მგონი მაგაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. კეთილი. სპონტანურია. ცოცხალი პოდკასტი დავარქოთ. შეიძლება თუ ეს კაცმანის პოდკასტის ის არის. იოსოს ხო. არა, მე არ ვიცი ხო სხვა თემაზეც გაქოლმე პოდკასტები და მაგითო თუ სახელი გვინდა. პროდუქტ პლეისმენტია კაცმანს. პროდუქტ ხო. ცოცხალი პოდკასტის სახელი მომწონს, იმიტომ ცოცხალია. ანუ სპონტანური სხვა რამე გავაკეთოთ მე. კი ბატონო. აი, ცოცხალი იყოს. ხო, წინასწარ რო არ არის მომზადებული თო, მოვიცით, მაგრამ უფრო ცოცხალია. კიდე ვიფიქრე. ეგრე უკეთესი მაგა. სპონტანური ესეც სპონტანური იდეა იყო. ჰა? ნახოთ რაც იქნება. აბა, ყველას კაი დღე. მადლობა რომ მოგვისმინეთ და გვიყურეთ. მადლობა ხო. შენს მადლობა. საშიში არაფერი არ არის. არა. არაფერი არ არის. არა, არაფერი საერთოდ არ არის საშიში. ნელ-ნელა. Slowly.